დაკიდებას ვსწავლობ. ხელობა ხო? იქ უფასოა თან ამერიკაში მაგის კურსები არის. რამდენი წლისაც არ უნდა იყო? რომელ კურსზე ხარ? ვამთავრებ უკვე. მაგისტრატურას ვამთავრებ. დოქტორი უნდა გამოხვიდე? კარგი სტრანტი. კარგი სტრანტი, კაი. მიკროფონი რომ მიგედგა არ იქნებოდა სულ. აუ. რამდენი ხანი გილაპარაკე ჩუმად. მაგრამ ისმის მაინც. ამოიღე. ის ხო არის რა ქვია. მოდი ამებს გაგაცნობ სანამ იმაზე ვიტყვით. ბეცონ სპორტი ჩვენი მეგობარი. სპორტული ამბების არხია. სპორტულ ამბებს თუ გაინტერესებს რამე, პრობლემა არ არის. ასევე ჰერი ოაიგერ GDT დგას პატარა ქართული წარმოების. ხო, ეს საინტერესო რაღაცაა და შენი საყვარელი force food-ი, რომელიც ალკორიუმში ვისკის აღიხდება. და ასევე ჩვენი სტიკერები თუ მოგინდება ვეიპორიაში არის. და წინასწარ გეუბნები რომ ვარდი გაკვდება რაღაც. მართლა? აი აქრო თეთრი ცოტა და თან ისედაც შენ ხასიათს ყველაფერს უხდება თეთრი. რა შვები როგორი ხარ? რავი, კარგად. მე მინდა უთხრა ჩვენ მაყურებელს რომ დღეს ყავს სტუმრად სიყვარულის ქვაბი. შეგენაცვალე მე. ხოდა რა თქმა უნდა გიხსენებია სხვათა შორის. კი, უყურებ ხოლმე და რაღაცა გული იმას მიშვება რა ქვია. მისივდება ხოლმე სიხარული. ისე ალბათ მაგარია, საზღვარგარეთ რო ცხოვრობ და უცებ რო უყურებ რაღაცა შენ რო გახსენებენ რაღაცა ისედაც ხო ნოსტალგია. ყოველი მეორე რაღაცა ძმაკაცებს ეძახით ხოლმე ჩემსას და. სხვა იქიდან უყურებ. ბიჭო, რაღაცნაირი სევდიანი ხარ იქაურობაში მაინც? აი რა ნოსტალგიურობა თუ რაღაც ცოტა ნაკლები მეგობრობა, ნაკლები მეგობრობა. ბიჭო, მეგობრობა არა, მეგობრობა არის და არიან იქ ადამიანები, მაგრამ აი ეს ყოფნის ისე არიან? ბიჭო, 4 შვილი მყავს. ანუ პრინციპში შენი ცხოვრება გაქვს უკვე ისეთი მეგობრული გინაცვალე. 4 შვილი მყავს და ყველა არ არის იქ. ეგ მაშინ დარდია მაგარი ყატომში. მაგრამ მარტო მაგაზეც არ არის, ბიჭო, აი რაღაც ვიღაცა ხო ჩადის და ეგრევე ხდება და იქაური და მე ვერ გავხდი ჯერ რა. აი გული, ქართული გული გინაცვალე. აი ეს მგონია რომ რაღაცა იმაზე ვარ, ვახტაზე მივდივარ. ანუ ხო, მაგიტომ მკითხე რომ ვიცი რომ ძალიან ნოსტალგიურობა არის მძაფრად. ხო და მაინც შეიგვირა. მაგრამ მეორე მხრივ აი აქ რო ჩამოვდივარ ხოლმე ხანდახან ვაფშე ვერ გძნობ აქავარ თუ არა. თუ იქავარ. რატო? რავი, რაღაცა ეს გამკავშირებმა და იმან ვიდეომ და იმდენად გონია რომ იმიტომ რომ აქ რო ჩამოვდივარ არა იგივე სიხშირით ვნახულობ, ვისი ნახოს მინდა როგორც იქიდან ვნახულობ. ბიჭო, უცნაურია მან ხო რა, ახლა ამდენი ხანი არ მეხერხე და წესიერად ვერ გნახე რაც ჩამოსული ხარ რა. გაიგე რას გეუბნები? ბიჭო, არა ამერიკაში რო იყო უფრო ხშირად კონტაქტობდი ზარით ვიდრე აქ რო არის. იმიტომ რომ აქ რო ხარ ყველას თავისისა აქვს. მე ჩემი რამდენი მოსწავლე ყველას ისა და მე თან ეთყობა ეს ასაკიც რო გაიმასქრა რა ქვია. ასაკი მაიც. არა, ნუ ეხლა 27 წლის რო ყოველ დღე ნახულობ ძმაკაცებს, 47-ის ვერ ნახულობ ყოველ დღე. თან ბავშვების ფაქტორი გინდა სახლი რაღაც. ხო, რაღაცა 1000 მოლა, მე ეს რაღაც საცობები თუ რაღაცა. ეს მე ვარ ერთი დარმაედი. მაგრამ მე ის გინაცვალე. არ შემიძლია ყოველ დღე ვერ ნახულობ. შენც კაი სიყვარულის ქოთანი ხარ, მე მეკითხო ჩემო ოქრო რა. ცოტა ლობიოც მაგზერში. ლობიო არა, მე შენ რა. ვაჰ, როგორი კაცი ხარ. ხო და ეს ჰერიო ქართველები აკეთებენ ეს მთლიანად. პირველი ხელით ეს გამაგარია. პირველად რო გავიგე, მაგრა გამიხარდა, ძალიან კაია. დიდიც გვაქვს. გისმენია? არ გისმენია. მისმენია, ამაში არ მისმენია, აი დღეს ხომ მოვისმენ. ხო, დღეს მოვისმენთ. მისმენია, თქვენ რო უკრავთ ხოლმე? ხო და ხვდები შენ შენ ტელევიზორში რომ მაგარი ტელევიზორის რეკლამას განახებენ ხოლმე, ხო იცი და აურა მაგარია რომ ესეთი მინდა. ხო და აი მოგანდობე რიშვალეთში რო ჩავრთავ. ხვდები შენ რამდენი ლაპარაკი მოგიწევს დღეს? ისე რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ და შენ უნდა იყო ჩართული. მე დაგიცხოვთ კითხვებს. და მინდა. ვერ შეიგო ამ იმას ხო ტაბახმელას თუ სადა ხარ? ჩამოვედი ბიჭო, საგურამო. საგურამო ბოდიში. ჩამოვედი. დაჭკნა იქ. მე დაჭკნა. ბიჭო, როგორი პონტია იცი? აი საქმე თუ არ მქონდა, ვერ ბედავდი გამოსვლას. მაგრამ საქმე 4 საათი მოდიდა. საათი 4 საათი, ანუ 2 საათი იქით, 2 საათი აქით და აი მეგობრები მინდა ვნახო და რამე აპაპაპაპ. მეგობრები არა ის. ერთი კვირა რა კაი ხასიათი დაუბრუნდა იცი? აი შეხე. აკა ორი გახდის.
მოტოციკლით აქვე ჩამოვა. ისე მოტოციკლიც ხო აქვს. მაგარი მოტოა ცოტათი რო გაძლევს ადრენალინს, აუ, ეკიცო რას ლაპარაკობ? აი, რამე ცოტა ნიტო ხასიათზე თუ არ მოტოციკლეთს ვждები და სიაბარა სიცოცხლე. ხო მიმართო მაგხელს. ბიჭო, მოპედით დაიწყე, შენ არასდროს არ გიტარები. და ჯერ აი ტარება ისწავლე, რა თუ წაიქეცი ჯობია მოპედით წაიქცე, ვიდრე. თუ არა, არ ვიცი, რა ვიცი. ველიკით დავიწყე. ველიკით. სირბილი დაიწყე. და იქნები ბახალველი. დავბივარყლეს სამი ყოველდღეში. ეგ აღარ მაგმაყოფილეთ. ქალაქში სირბილი. ავიდე, დავეშვათ ეგრევე. დავაი. სამი. რავი, სადამდე საქმე რატომ მოვედით? რატომ მოვედით? მე ვიცი რა თქმა უნდა, რა დამსახურება ახლა ისეთი მე მაქვს. თქვენი ძმაკაცი ვარ და იმიტომ მოვედით. ეგრე არის თქვენი რომ მაგიდან ხვდები. მე ვესო ვთვლი რა. ეს რამდენი ძმაკაც არ ვეძახით? მართლა? რა მსახურებენ? ხოდა ერთ სამმა გამიელვა ახლა თავში. ის წარდაგიზა. არა, ვიღაცები მიხვდნენ სეპრატურმა. არა, მოდიან ეს პროსტა ახლა ერთიანად რო არ ხდება, ვიღაცებს აქვთ განცდა რომ ვერ მოდიან, მაგრამ მოვწევთ. ხოდა ხო რეალურად მაინც გინდა არ გინდა უკაროს იხარ და ფრონტალურად არ ჩანხარ სცენაზე, შეიძლება ესე არ გიცნობდნენ ადამიანები, მაგრამ რამდენი ბენდის, კარგი ბენდის დრამი გაკავლილი გენაცო. მადლობა ღმერთს ძალიან ბევრის. აი თქვივინების. ჯერ მაგით დავიწყო და მე ძალიან ბევრის. ნუ აი თქვა. კაი პირველი. ესე რომ არ ვიცი, მუშაობა რა გითხრა, მაგრამ მაგას მუშაობა ჩემთვის არ აქვს. 8 წელი უკრავდი ზედიზედ თუ არა მაგას რა მუშაობა 15 წელი ისი საკრავდა კონტრაბანდაში ატა ოფში როდის 93-ში შენ ამ ხელა ხარ 47-ის შენ ხელა რა 13 კაი 14 წლის ვიყავი რო უკრავდი იმ დროს შემხდა ვიდეოს მაგარისაც ვა ეგ არ ვიცი იმ დროს შემხდა შემთხვევით ვიდეო მაგრამ გაასწორა ხო და მოდი თქვათ კიდე ვინებთან უკრავდი თქვათ კონტრაბანდა იყო დასაწყისში და კაი მე ვიტყვი რომ ის არის ნინოსთან ნიაზისთან სხვათა შორის ჩაწერილი მაქვს მაგრამ კონცერტზე ვარ ერთხელ გამოსული ერთადერთხელ პარკში იმაში რა ქვია გორკის პარკი რო ერქვა და რაზე უკრავდი ისი ვიბრატონი როა ხო იცი აი მაგაზე უკრავდი ერთ ვეშში და სივიში გიწერე რომ ნიაზისთან გაკრული სივიში მიწერია მაგით იწება არა ჩაგვიწერია მე და ნიაზის და ნუ ვაკაცები ვართ და მაგის სტუდიაში ვარ გაზრდილი თუ რაღაც მე რაღაც მაგიდან გაგიცანი მაგ რეალობიდან უფრო ნიაზას ხო აი ზიურში უკრავდი გიგა მიქაბერიძესთან მართლა ეგ არ რანაირად გავმაზეთ მეხსიერება რაღაცნაირად იქ იყავით კაცო შენ შენ ვიყავით მაგრამ აი რო შენ უკრავდი დრამზე აი ეგ არის რა პრობლემა ძმაო დრამერების რა უკან ზიან არ ჩანან ამ ხელა იმაში ჩაძირულები ყველაზე მეტ შრომობენ არა რეალურად და ყველაზე ოფლიანები არიან თან მერე კონცერტის ბოლოს ხო მაგრამ ნუ ნინო ქათამაძე და ის საიტი ყველაზე დიდი პონტი არის რა დიდი რა გრძელი თორე ისე ზუმბასთანაც უკრავდი აუტსაიდერშიც უკრავდი რავი იმასთანაც თვარის კლუბთანაც დამეკრავს ბევრ ძალიან უფროს მუსიკოსებთან ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად უკრავდი თათუზასთან ერთად უკრავდი ბევრს წლები გულიკოსთან ჭანდურიასთან უკრავდი წლები რავი ზურარამიშვილს ბევრჯერ ერთხელ ერთი კონცერტზე წავედით ნინო მე ზურა რამიშვილი და თათუზა თამას ყურაშვილი ვესმინსტერ ჰოლში დავუკარით 100 წლის იუბილე ვაგიფ მუსტაფაზადეს. ოსო. და მაი დაუვიწყარი კონცერტი იყო და მე ყველა წავიდა სახლებში რაღაც კონცერტები იყო და მე და თათუზა დავრჩით ლონდონში საგულავად. მაგარი იყო. არ გინდა ცოტა შემოგთავაზო. ბიჭო ძალიან მინდა, მაგრამ აი მეც მაქვს ვარო. ეხა ისეთი დრო არის და ისეთი საქმეები მაქვს მოსასწრები რომ თან მე ვარ აუტანელი პახმელი, მაგრამ მაინც არ ვცდილობ რომ ეხლა არა შუადღიდან მეზარება ხოლმე რაც არ უნდა. ხო, რაღაცა გონი ზღვაზე რო ვიყოთ კიდე ხო. კი, არა ხო არ მინდა. ზღვის ხმა შემიძლია. შენ მანქანიანი ადამიანი ხარ ხო თან? თან. მომწონს უეგ თქვენი მიდგომა ეგეთი. დაადრე ხო არ იყავ ეგრე. დაიწყებდი. აი მაგას გეუბნები რაღაც შეიცვალა. რაღაც აშკარად შეცვლილია. ხო და კაი როგორ დაიწყო ვაფშე? მაგიდან ისხნათ ვიჭორავთ. როგორ დაიწყო? მე როგორც მიყვებიან
სამ ლაპარაკს ვისწავლედი, ჯამები და ფანქრები და დავიდა. ნუგზარის რა? თუ საიდან არის? მანეში, ბიჭო, მთელი ჩემი ოჯახი ნუგზარი, ალიკო, რა ვიყო, მამაჩემ, ყველა მუსიკოსები არიან. თურმე კი არა, მე აღმოვაჩინე, ხა ხო ვიცით რა, ნუგზარკვარში და პატარა ხო, უცებ რაღაცა მამაჩემი საუნდჩეკი იყო. მაგარი დრამერია, ნუ და რაღაცა დრამერი გავიდა მოსაწევად რა. შენთვის მე მგონი მოყველი მაგ ისტორია და უცებ ნუგზარკვარში ამოვიდა, დაждდა დრამზე და ამათმა დაკვრა დაიწყეს და აი ესეთი უნდა იყოსო დრამერიო რა, მამაჩემმა თქვა რა და ეს გამოყვე მეთქი მაგარი, მამაში იმენა ესეთი. დრაივიანი. შენაერი. უფრო დრაივიანი. მე მეტი არ ვიცი, ჩვენ რეალობაში. ხო და ანუ ბავშვობიდან, აი ხო, ნუ ბავშვობიდან, თან აი ძალიან პატარაობიდან რაღაცა პირველად რომ გამომიყვანეს სცენაზე 2 წლის ვიყავი თუ რაღაც. ხილთა ქორწილში ვითომ ბავშვი გავუჩნდათ უკვე, მამაჩემი ხო ჭხიგვი იყო და და რაღაცა მე გამოვდიოდი, ვცეკვავდი თუ რაღაც. ანუ 2-3 წლიდან იქა ვარ ფილარმონიაში. და რეპეტიციები და ბარაბნები და ყველაფერი და ნუ დასარტყამი ინსტრუმენტი და თქვა ვისი შვილი ხარ ხალხმა რომ გაიგო. დათო აბულაძის შვილი ვარ მე, რომელიც იყო ივერიის პირველი ჭხიგვი. პირველი ჭხიგვი ხო. ჭხითა ქორწილში. მე ხო ის იყო რომ ცხილაზე. მე ვიღაღარ იყო რავი. ხო რეალურად მაგრიალობაში ხარ გაზდილთან მაგათ წიახში. ხო სულ რა, ანუ იმას ვამბობ რომ აი სამსახურში მამა რო წაგიყვანს, ყველაზე ვიდიოდი მანდ. თან ხო იცი აი სახშიც თან. და მე ნუ რავი რამდენი წლის ვიყავი. ჯამებზე რო უკრავდი და უკვე რომ მივხვდნენ რომ ცოტა რაღაცა დაკვრაც შემინა 6-7 წლის ვიყავი რომ მომიტანეს სახში უკვე. ხუშოვკაში და უკრავდი და მთელი მეზობლები მაძლევდნენ ხარდაჭერას და არავინ არ ჩხუბობდა და მაგრამ ძველი წესით იყო ცხოვრება. ანუ მთელი სადარბაზოზე ერთმანეთი რო გიყვარს ხო? იმიტომ რომ მაინც ჩვენ წესი იყო რომ შოვკაში ცხოვრობ და რეპეტიციობდი. ხო, მახსოვს. საბოლოო ჯამში მე მგონი ეგ საიდან მოდის, ცი? უმეტესობა ადამიანების არის ესეთ მოიტალიურ ეზოებში გაზდილ განვითარებული თავის დროზე ასაკში და ამიტომ მე მგონი რომ ნაკლებად წუხდებოდნენ ხოლმე ხმაურები. მე მგონი რომ ურთიერთობა იცნობდნენ ადრე. ხო, ურთიერთობა იყო ბევრი. ეხა შეიძლება რაღაც დიდი წლები იცხოვრო და ვაფშე არ იცნობ იმას რომ კარის მეზობელს რაღაც მოსალმებაც გვეზარება ამბოლ დროს. ფილისი იყო ურთიერთობა. ხო და არა და ის რა ქვია რომ საზღვარგარეთ რომ აბრალებენ ხოლმე არ არის იქ ეგრე იქ. რა მე ლონდონში ყველა მეზობელს ვიცნობდი. მე ამერიკაში უფრო ბევრი მეზობელს ვიცნობ ვიდრე აქ სადაც 21 წელია ვცხოვრობ უკვე დიდ დიღამში. იცი რა გიზარება პროსტა ის ხალხი ხარ ვინც დღევანდელობაში გარშემო დავაგდა ალბათ რა უფრო მაგიტომ არ ურთიერთობ ვიდრე იმიტომ რომ რაღაცა უზმური ხარ თუ რაც არის რა. ხო, გეზარებაზეც არ არის რაღაც არ ვიცი ხო, რაღაც შეიცვალა და. მე მგონი გაჯეტებში იმდენად საინტერესო შეიძლება გაიყვანო 4-5 საათი რომ ვაფშე არ გჭირდება არანაირი ადამიანის რაც ეგეც არის კი ხო რაღაც ჩემ თავზე შემიმჩნევია და ხა ბავშვები მით უმეტეს. ბავშვები ვაფშე რა რეალობაში ისდებიან ახლა ხვდები გაჯეტში. ხო და მაშინ იმედო უყვარდით რომ ერთად ვიყავით სულ და მშობლები შეგვარიგებდნენ ხოლმე რომ ვცემდით ერთმანეთს და რაღაცა ის რომ წამოდით ჭამეთ და ისიც წამოიყვანენ და რაღაცა ხო იყო ადრე სხვა რაღაცა. ხო აი საიდან მივედით მანდ რომ როცა მინდა მაშინ უკრავდი. არავის არასდროს არ დაურეკია და არ უჩხუბი მით უმეტეს მილიციის გამოძახებაზე და იმაზე. წლები უკრავდი მარტო. ეგრე გამოდის ხო? ბევრი წელი. ბიჭო აი პატარა რო ვიყავი 6-7 წლის რაღაც ეგრე აღარ მახსოვს ზუსტად წლები, მაგრამ ჩიორა იყო ესეთი ანსამბლი. ერთ-ერთი ივერიის ჯგუფის წევრმა კომპოზიტორმა ზურა ლალიაშვილმა შექმნა, როგორც მახსოვს თუ არ ვცდები. არავის არ ეწყინოს. და მან მიმიყვანეს და მაგრამ მინდოდა ბარაბანზე დაკვრა და ჩემზე უფროსი ბიჭი უკრავდა დასარტყამზე. რომელიც უკვე ხა ნუ 13 წლის იყო თუ რაღაც ბიჭი იყო ეს უკვე 14-ის თუ რაღაცა და მე ვიცოდი რომ მაგრა უკრავ, მაგრამ 7 წლის ვარ და არ მენდობოდნენ და ნუ ღეროდით მე და 1-2 ვიდეო არის მე და რეზიკო გიგინეიშვილი დავდიოდით. ხო და 1-2 ვიდეოში რაღაცა აი იმას გვაძლევდნენ ხოლმე. გახსოვს ისინი ერქვა ამატებსაც მოყვებოდა. ოქტაბანები ქვია ესეთი გრძელი ტომებით რო არის. ხო ეს ოქტაბანები მოყვებოდა და 200-ს დაგვიდებდნენ ხოლმე მე და რეზიკოს 4 ჯოხი და 2 ოქტაბანს. იმიტომ რომ ძალიან გვერდ დაკვრა, მაგრამ არ გვაყურებინებდნენ. ხო და მე აი პირველად დაკვრა კონცერტი რო ქონდა და სადაც წავედი და რამე იყო ბესელასთან ერთად დაკვრა. ანუ სად გაიჩით ახლა? სად პირველი კონტრაბანდა. სად გააძრე ბესელა?
ბიჭო უბანში მოვიდა ჩემ მეზობელთან ეგ და პაატა ბასისტი მაგარი არა ვაჟაზე ხო ეგ ვაჟელი კი არა და პლატოელი იყო და რაღაცას ხო პლატოელი და რაღაცას ვაკეთებ ჯგუფს ისევ ბარაბანში კი ვერ ვიპოვეთ რაღაც ეგ ბაზარი მიდის და მე უკვე 13 წლის ვარ Sex Pistols უსმენ და რამე და თან ეს ბულავკა ყუში და მაგარი როჟაა ხო აზრ თმები გადახოთლილი აჩხუბობს მეც მაგრამ მე ვასება მეთქი რა მაგარი ტიპია და პაატას რაღაც ირაკეზით და იდელაშულზეა ბაზარი ხო და მაგრამ ხო აზრ ხარ და მაგრამ ბასისტი იყო და მაგრა დავძმა კაცდით და უსებ თქვენს რომ ბარაბანშიქს ვეძებთო ეხლა კონცერტი უნდა გქონდეს ვერ ვიპოვეთ თუ რაღაც მეთქი წამოერთ სახში ამოდით ჩემთან განახო როგორ უკრავ მეთქი და ავედით და ბარაბანი მედო სახში და რაღაცები ჩავრთე პეპერსები ისინი ავაყოლე და გაგიშდნენ ამიყვანეს ეგრევე და მე რამდენი ხანი მაგრამ არა სტაბილური იყო მაშინ ხო კონტრაბანდა ეხა ისე ეხა ბენდმა სიმღერები როგორ მთავრდებოდა ქახსოს კონტრაბანდა შენ ხო მიდის სიმღერა და всё მოჩი ან დაფორება არ კონდა სიმღერა დაწყებაც 1 2 და 3 მე ესე ფანკი რა ხო არა ერთი პერიოდი სარეპეტიციო გავაკეთეთ პაატას პადუალში და ტექსტებზე მუშაობა მიდიოდა და გიდა და სარეპეტიციომდე სახში რო რაღაც აკრას დაუკრავდა კლიპიც გადავიღეთ მე მგონი რაღაც ფოტოები არის შემორჩენილი თვითონ კლიპი არ ვიცი ერთი პერიოდი ძალიან ისე მუშაობდით ძალიან გვინდოდა რაღაცის გაკეთება მაგრამ ნუ კონცერტები ქონდა კი რაღაც ფესტივალებზეც გამოვდიოდით და 1-2 კონცერტი მახსოვს სოლო კონცერტი იქა იმის რესპუბლიკის მოედნის ქვეშ ქვეშ აურაში შენ მოყევი რაღაც ჭუბი იყო ხო მან თუ რა იყო მე ბესელასთან სადაც წავსულვარ ყველგან ჭუბში მოვყევი იმაში მზიურში რა ჭუბში მოვყევი არ გახსოვს შენ ხარ გიჟივით მოჭუბარი იყავი სულ არა შენ ხო ის ხარ რაღაცნაირი ბილი ხასიათი შენ აბა მაგრამ შეგაწუხო რომ არა ძალიან ძნელია რომ გამომიყვანო წყობიდან არა კაცო თან აიფა თან აპასნი ხარ შენ გაბრაზებული ძალიან აპასნია შენი ხელი არა ბიჭო არა ესე მგონია ხო და მე რა ხდება ბესელასთან ერთად ეგა მე რაღაც აი მაგ უკვე ტუსოვკაში გაეძრე თან ხო რეალურად მაგიდან ხო აი მაგიდან გავიცანი უკვე ისინი ყველა რავი ავთერორნ ვერსიონ და ყველა ლაფში და შენს პატარა ბავშვი და შენს და სად გაგიცანი კი ვერ მაქვს აი რაღაცა მე შენ უცებ ჩემი ოჯახის წევრი გავჩი არა იმიტომ რომ მე გეტყვი მე რომ მამა შენი და მამა ჩემი და ნუგზარი და მამა შენი იყვნენ და ჩვენ ბავშვობაში რაღაცა სულ მელკამ ხვდებოდით ერთმანეთს და მამა შენი იმდენად ხშირად ხვდებოდა მე და იმდენად მაგრად მიყვარდა ეგ კაცი რომ შენ რო გაიშითე უკვე გაზდილები რო გავიშითე უკვე ის იყო უკვე ოჯახის წევრები ვიყავით ეხლა შენ რასაც ხვები რომ ჭიქთა ქორწილას წინა გადაცემაში თუ როდის იყო ხვებოდი გაიოს სკანდელაკთან რომ მამა ჩემი რომ მიდიოდა ფილარმონიაში საქმე რო ქონდა ხან რეპეტიციაზე ხან კონცერტზე ივერის მტოვებდა რო კაბინეტში ვარ შევეყვანე და იგვიჯექი რა და აი ერთ პონჩი ვარ გაზდილები ხო მაგრამ სიმაზე გვაქვია პარტერში და მე რომ ერთმანეთს შეხვდები და მშობლები და ბექგრაუნდი ის რო გაქვს რომ შენც მუსიკოსი ხარ და ესეც მუსიკა უკვე აღარ გიწევს გამოძიება რა ტიპი ხარ და ეგ ისე რამხელა სიყვარული არის ერთი ის რო გაქვს სიყვარული საერთოდ ხო რა აღარ გიწევს გამოცდების იმების თან ის ნაწილი ძალიან კაი არის ჩემ მამაჩემის მაგათ შვილები რო ანუ შეიძლება არ მქონდა კონტაქტი მაგრამ მიყვარდა იმიტომ რომ ისინი მოყვარდა ძალიან აი ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტია ეგ კი ძალიან ჩვენი მასში რა და მე მაქიდან კონტრაბანდა ჰაი-ჰუი უკვე გულაობს მე გამიქაბერიზე მე ნიაზის სტუდიაში თვარის კლუბიდან ნიაზის სტუდიაში გავიჩიტე როგორ იცი ესე იგი მაგარი სასაცილო მომენტი იყო ერთხელ დამპატიჟეს ჯაზის აკადემია იყო მუშტაედის პირდაპირ იმაში მუსკომედიის ადმინისტრაციულ შენობაში თუ რაღაც სადაც წერდით მე გვაჯის სტუდია სადაც ყავდა მაგის ქვეშ და მიფასის ოფისი და რა გახსოვს ხო მან დიკო ხო შენ უკრავს თარში კი გენაცვა ვოლუნტების პირველ სიმღერაში ხო და მახსოვს ხო და მან ვიყავით რა და შემომთავაზეს მან სამსახური ჯაზის აკადემიაში პატარა ვარ ძალიან ახალგაზრდა რა ჯო როგორ რაღაც მოკლედ იქამდე მივედით რომ ძალიან კაი კაცი იყო დირექტორი იყო თუ მფლობელი არ ვიცი მოკლედ გასაღები მოგვცა რა ჯაზის აკადემიის
და რომ მორჩება სწავლა, შეგიძლია მიხვიდე და დაუკრა და რაღაცა და ახლა მაგაზე მაგარი რა გინდა. რამოდენიმე აუდიტორია იყო, ბარაბნები და ერთი სარეპეტიციო ოთახი ისა ესა და ყველაფერი ხავერა, თან ის არის. რაც გინდა რა. თან ეს სტუდენტების, თან რაღაცა უცხოელი სტუდენტები სწავლობდნენ. ვაუ. ხო, ჩამოდიოდნენ და აი 6-ის მერე სახში წასვლას ერჩივნათ რომ იცოდნენ რომ მივიდოდი მე გადა რაღაც წოსოუკა და დააკვრა მიდიოდა და თან ყველაზე მაგარი. არ ვიცოდი ჩვენ. იმიტომ რომ თქვენ ჯაზ მენეჯერი. ასე ვინ გაგვაკარებდა. ხო და მიდიოდა იქ რაღაცა იმენა აი ესა და ერთხელ მან ვიყავით საღამოს და რაღაც ხმამაღლა მესმის მუსიკა. და ნიაზის ადრე გავიცანი ძალიან ეგეც რაღაცა ოჯახის ახლობლები. რაღაც მუსიკა მესმის, მე მგონი ნიაზის დაკვრა მესმის თუ რაღაც. და მე და პაკო ვიყავით. და მეთქი რაღაცა დაკვრა და ეხლა კი ვიყავით ამ ჯაზის აკადემიაში და ასწორებს ეს ჯაზი, მაგრამ რაღაცა ეს უფრო საავტორო მუსიკა ქართული სულ მიზიდავდა უფრო. რა ხო იცი, აი ტიპს რომ თითო რო წერს მუსიკას და მაგას შენ რო წერ იმასთან ერთად. ეგ ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ესე დაუკარი აბა ერთი რაღაცა. და ეს და ხმამაღლა და მივედით და ტესტავდნენ დინამიკებს. მართლა გეუბნები, მე კი ახალი შემოსული მიფასი იყო. მიფასი ტესტავდა დინამიკებს და გავარჯობა, გაგიმარჯოს, გავიცანეთ ესა და ჩავედი და მე ნუ ფანტასტიკური ხალხი იქ ავი ყველა. თელი ჯაზბანდა ეხა ვინც არიან, აი ყველა იყვნენ პატარები ძალიან ახალგაზრდები და იქიდან რაღაც ამომიყვანდა მე უკან. მე დავიწყე უკვე დააკვრა ჩაწერა, რავი, თვარის კლუბი ჩამოვიდა ზუმბა მე. პოლონეთში იყო და ჩამოვიდა და მე და პაკო მეგრევით და ჩავწერეთ ალბომი. აი ეს ვაშლის გამყიდველო ალბომი. ხო, ევრორემონტი. მაგარი ალბომია მე რომ გითხრა. კი, საკმაოდ. აუჩე მე აი ეგ მაგრა თავიდან რო გაიჩნდა ზუმბა, აი ეს ვაშლის გამყიდველო და ხო, მაგარი იყო ძალიან. გახსოვს სუფრა რო ქონდა სცენაზე გაშლილი, რო იჯდა ხანტარა სუფრა ხონდა. იქ უკრავდა. ახის თავი იქ ხა სუფრაზე. ოღონდ ეს სუფრა ნაღდი დასალევი საჭმელი სადღეგზე მაგარი. ხო, რაღაცა ძალიან ისეთი ენთუზიაზმი იყო მაშინ და. ღამე სახში არ მინდოდა წასვლა. ხო, ღამე ხო 3-ზე რეპეტიციო ვქთა, მაგრამ რო გიხარია. ისე რა დრო იყო მაშინ მე ხმე ზუმბას იქიდან ვიცნობ პაძემკიდან. პაძემკიდან ხო, აი პაძემკიდან ხო, მე ხო წავიდა და ჩვენ ხო პაძემკის ვირთხები ვიყავით რეალურად ეგრე გამოდიოდა და იქ ვინც უკრავდა ყველასთან გინდა არ გინდა ზუმბა თავისუფლებაზე იყო ჩვენ ოპერაცია. აქაც გვიწევდა მე აქ ხშირად მიწევდა ტანტალი აქით. თავისუფლებასთან კი არა და აბა სად იყო? არაშეთში იმასთან ფილარმონიის ქვეშაც. ფილარმონიის სცენაბიჟავდა. ჩვენ ოპერა ქონდა ათვისებული. პატარა სცენა რო ქონდა თავის ზუმბა. დასაყურებელი. სად არის ზუმბა? იქ არის კალიფორნიაში. ამდენი წელია ხო, ბევრი უკვე ცა. მე მგონი 10-ია. კი, მანძილით კი. მაგრამ იქ უფრო დაკავებულია მე მგონი ხალხი ვიდრე აქ. ცხოვრებით. ხო, რა იქ სხვანაირი გასაკაჩია. აი, მოდი რა დღეს ვიგორავებ არწავალ არსად იქ არ არის. იმიტომ რომ იქ მარტო აქ რო ვიგორავებ იმ დღეს მშობელს ამიღაც გამოვართვა, იქ ვერავის ვერ გამოვართვა და შენ უნდა ქნა ყველაფერი. ვიგორავებ ის დღე გაქვს ამასაკაჩი. არა, ეს ამასაკაჩი გაქვს ერთი დღე იგივე. და რას? მაგრამ ბევრ რამეს მე როგორც მივხვდი, რავი, ხა. საერთოდ ეგეთი ტიპი ვარ, არაფერზე არ ვნანობ. განვიცდი, რა თქმა უნდა, მაგრამ სინანული და დარდი სხვადასხვა რაღაცა, განვიცდი რაღაცები, მაგრამ არ ვნანობ არაფერს და რაღაცები ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ ემიგრაციის დროს. ისე პრინციპში ხომ მთელი ცხოვრება მე ხო სულ დავდიოდით მინოს საერთოდ ავია. მაგრამ ეხა უკვე რო გადავედი და famous რო აღარ ხარ და რაღაცებზე რო გიწევს სხვა რაღაცების აი იმას ხონძის იმას უყურებდი და ჩემი ოქროს კაცი არის ეგ. ერთადაც უკრავთ ხოლმე როცა გვაქვს საშუალება იქ და რა. აი ეგეთი როგორ გითხრა დევოუტედ როგორ არის თავდადებული მუსიკოსობა მე ვერ გამომივიდა ჯერ რა. ანუ ეხლა უკვე ამ 7 წლის განმავლობაში ხო და რა გიწევს? მიწევდა გადასარჩენად ხო? მიწევდა ძალიან ბევრი რამე. აი მაგალითად ძალიან ბევრი აი რული ეს ყველაფერი. ნუ აი დილის 8-დან 4-მდე შენებლობაზე მუშაობდი და მე მაგავე დღეს საღამოს 8-დან დილის 4-მდე მუშაობდი ამაზონზე. ერთ პერიოდში. არა, იქ შიგნით ვერ ხავში. ტვირთა რაღაც. ხო, ნუ ეგია.
მაგრამ აი კოვიდის დროს და მოკლედ რაღაც ის იყო. ქსივა მქონდა ზატო. ის essential business არის და ის მომწესო. Amazon-ი ხო გიჟივით მუშაობს და ეგეთი. ხო რა და ეხლა კოვიდის დროს ვაფშე ვარავინ არ არის როგორი ისათხა და ხოვაზე ხარ და გამოწერა გამოძახე. ეს კომენდანტის საათი რო დააწესეს მე დავდივარდი. ერთ პერიოდში მაიამი ცადე. მაიამი კი არ ცადე წავედი და ვიყავი იქ. кайხანა. ბიჭო მარტო დაიწყე ხო პროციალი თავიდან. შევჭი შემთხვევით ვაფშე ლეპტოპი არ წამიღია. წავედი ძმაკაცთან. სანახავად. რუზაკით. აქ ზამთარი იყო, რაღაც პრობლემები მქონდა და წავედი. მეთქი ჩავალ რაღაცა ცოტა იმას ვიზავ და ნახავ რა ხდება და აი რო ჩავედი might be pandemic ესე იყო. და რო ჩავედი და 1-5 დღე რო შეხვდები და დაასხი და ისა და პალმა და იგი ის რა არის და უცებ დაკეტეს იმენა მთელი დედამიწა. და მომივიდა მეილზე რომ თქვენი ბილეთი გაუქმებულია. უკან ბილეთი რაც მაქვს. და ნუ მეთქი რაღაცა გამოუხვდება როცა იქნება ეხლა არც შენ დარწმუნებული ვარ არც შენ არავის არ გვეგონა მაგ სიგრძეზე თუ გაიწელებოდა და ეგეთი სერიოზული თუ იქნებოდა კონცერტი მქონდა და 2 კვირით გადავდე. მაგას გეუნები ხო? მეც ჩავთვალე რომ მე თან იქ სასტუმროში და რამე კი არ ვიყავი. ზარუნოს მაგასთან ჩავედი სახში ვცხოვრობდი. და რა ხდება მე როგორ არაფერი მეთქი ნუ ერთი კვირაც არა რაღაცა ნუ შევჭი და ოკეი მომცემენ ამ ბილეთს და წავალ სახში რა. არა რა საფხალ თურმე. მე მაგ წელს დაიწყო იქ wildfire სერიოზული 20 წელი რო არ ყოფილიყო ისეთი აი რაღაცა. და დაიწყო არა იქ ვიყავ კალიფორნიაში. და მე დაიწყო Black Lives Matter მოხდა და ოღონდ როგორი ცეცხლის დაკიდვები და ანუ ხო Mercedes-ის ცენტრების ლეწვები და ყველაფერი ერთად რა. მეთქიჩი. და რა ქენი ეგრევე რა იხელთე. ბიჭო, ჯერ არაფერი, ჯერ რაღაცა სანამ ვინახავდი თავს, ვინახავდი და სანამ ძმაკაცები ვინახავდნენ და აქედან და ნათესავები და ისინი ვიყავი და მე მივხვდი რომ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი და ეხლა რაღაცა იქ თან არავინ აღარ მელოდება კონკრეტულად რომ ჩამოდით 16-ში კონცერტი გვაქვს, აღარ მაქვს იქ. და ერთი-ორმა კაცმა მირჩია რომ სანამ აქ ხარ და სანამ ისა და ბიჭო დაიწყე და რაღაცა და ნუ შევიტანე საბუთები. საბუთები შეიტანე უკვე იმაზე. რომ მეთქი ხო, ნუ ახავარ და მიმიღეთ მეთქი რა. აიღე რომე. სიგელია ვიღე მეთევზის. რას მელაპარე. იქ ძალიან ბევრი ვიჩარიჩე, ძალიან ბევრი ჩემ ცოლთან ერთად რომ რასაც მივახციე ის მიმეღწია. ეხლა მაგ სტუდია იქ. საკმაოდ კარგი აპარატი მაქვს. გვაქვს პატარა სკოლა მუსიკალური, ვასწავლით. ანუ თანამშრომლებიც გვყავს. ეხლა მეც ავიყვან ერთი მასწავლებელი დასარტყამის. მეც ვასწავლი, საკმაოდ ბევრი სტუდენტი მყავს და ეხლა იქიდან რომ ჩამოვიდე აქ კიდე 0-დან რომ დავიწყო, 7 წელი შეიძლება გავაფრინო, ამიტომ 47 წლის ვარ და კიდე 0-დან დაწყება. 40 წლის მოვხდი იქ პანდემიაში. 0-დან არ მოვხდი. ისე რამდენჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან. მაგას გეუბნები ბიჭო და ეს არის რაღაცა ბატარეიკას თუ რაღაცას ხშირად ჭირდება ბოლო დადენო მოყვედა. ეხლა კიდე ხო და არ ვიცი რა გავა, მაგრამ ეხლა იმდენი რამე ვცვლი მე ჩემ ცხოვრებაში, რომ ასიგიშე. ხო, მაგრამ მიგვერს რო არ მეკითხებით, მაგრამ იმიტომ რომ არ მქონია კონტაქტი და იმიტომ არ მეკითხები. ეხლა ჩავოვედი აქ. იკაროსში ჩავაბარე კულინარიულ კოლეჯში. და იქ უნდა წავიდე და იქ უნდა ვისწავლო იმაში, კულინარი ინსტიტუტში. არა, სად არის იკაროსი? სად არის იკაროსი? დიომში. ანუ თბილისში. ერთ წამს აქ ჩავაბარე. შენ მითხარი ერთხელ რომ რაღაცა მიმიღესო და მიმიღეს, ბოლო მიმიღეს. მოიცა აქ უნდა ისწავლო? უკვე ვამთავრებ ეხსაც. და მე მივდივარ იქ უნდა ჩავაბარო უკვე სერიოზულ ინსტიტუტში. და ეს წინა შესამზადებელი. აქ უბრალოდ ხო რაღაცა იქ ძალიან ისე ვარ მივიდა. მესმის ხო, როდის უნდა გვაჭამა? როცა მეტყვით. დავგეგმოთ რა მართლა რა. მე უკვე მშია. მისმინე და აქ ეხლა რამდენი ხანია ხარ ჩამოსული? მე მგონი ეხლა ჩამოხვედი ერთი თვეა. 3. არა, გაიხანია. იმიტომ რომ ადრე რო ვიძახდით, გეძიებოდით, თითქოს არ იყავ მე ესე მახსოვს. არა? მაშინ არის. თუ ეგრე გავიდეთ რა უცბად. გავიდა. საფხული ნახევრამდე გასულია შიში. მორჩაო.
თქვენ გინახიათ ერთმანეთი რაც ბიჭო ჩვენ შევეფიქრეთ შევხვდეთ კარ ბავშვი მყავს ვაკის პარკში გასასეირნებლად ვარას და უცებ დაათუჩა ბავშვი იქ რა ხდება აი ვაკის პარკში ძველ ის წაგვართვეს აღარ არსებობს ჩვენი აღარ არის ხო ვინც არის ეს რაღაცა ამ გარე სცენა იყო სადაც სტუდია იყო საზაფხულო კინოთეატრი იყო ეგ სუთავიდან ჩაფიქრებული აი სადაც იყო მარგარიტა ქვემოთ მაღაზიაც ასევე მაღაზიაც იყო იფასი იყო მუსიკალური ისა ვინც ვიღაცამ ბიზნეს ქელანამ არა რაღაცა კარჩი ისე განიაზე აღარ არის მანდ მაგრამ ის შენობა არის არა ახალია არა შემოღობილია შენობა აღარ არის მარტო სცენა რაღაცას ხდება შიგნით და რა ხდება მე ვიყავი მე და გობეჭე სეირნობდით ახალი სცენა ააშენეს რაღაცა ლამინ ევრო რემონტი გააკეთეს და ის შენობა სადაც სტუდია იყო ის აღარ არის უკან ის მოშალეს კი ბატონო ეს ამფითეატრად დატოვა ეს ისე ხო მაგრამ ნუ აი ის არ არის მან მაგარია ახალი ააშენეს და ზედა დატოვეს ზედა შენობა არა ზედა შენობაც არ არის სცენას მაგას იძახში უკან არ არის ქვედა დატოვეს ქვედა ზანგრიზმა ახალი ააშენეს რაღაცა გაუგებია მართლა უკვე გაფუჭებული ნიაზე გინახავს ეხლა არ მინახავს ამ შემოჭრას ჩვენ ჩაუნები იმდენად რთულია ეხლა ვიღაცის ნახვა აქ დაუძახე ერთი მოვიდეს რა არ მოდის ნიას იმინა არ მოდის ხო რა ვდგეთ ჩავად დღეს აქ დაბადების დღე მართლა ნიას გილოცავ დაბადების დღეს რა მშოვავ აზე მოდი როგორ უყურებს ამ გადაცემას დარწმუნებული ვარ და მიულოც ბედნიერი წელი ბრტყილა ამაზი ხო მე რა ხდება მოდი იქ რომ არ გამოვტოვოთ ჩვენი განვითარება მე ერთი ორი კატერინგი გავაკეთე იქ უკვე რაღაცა კარგად გამომივიდა ისა და ანუ მაგას ვცდილობ იტოქში ხო განხარ ამე ქართული გააქვს თუ რა თქმა უნდა ეხლა სერიოზულად გეუბნებით რა ქართული სამზარეულოს რომ დაუდებ ნებისმიერი დედამიწის ცხოვრებს და რო ეტყვი რომ ჯერ მარტო იქიდან რომ დაიწყებ რომ ეს არის ვეგეტარიანული ქართული კერძები და 30-ს რო დადებ ხო წარმოგიდგენთ რეები აი ჩამომითვალეთ ხალი ბადრიჯანი რაც გინდა შენი გაკეთებული ვეგანურებში იძახი რო წვავ აი მაგას რო დაუდებ ვეგანურები არის მთელი დასავლეთი ვეგანურია ყველაფერი დასავლეთის უფრო არის ყველაფერი ვეგანური ხო მაგრამ ქართულს რო დაუდებ იქ აი არა დასავლეთს ვიძახი ქართულ დასავლეთ ხო არ მეგეუბნებით გლობალურ დასავლეთს რო დაუდებ ამ ბროწეულ ზმარნიორ ნიგოს გიждებიან ბიჭო და იქ რა ხდება ისე გონიათ რომ carrot cake-ი უნდა აჭამო და ამ დროს ხო სიგიჟეებს აჭმევ აი სოკოს ჩაკაფულს რო მიუტან შეიძლება გეუბნებო what და იქაურობაში როგორ მუშაობს ეგ ინდუსტრია ჩვენი მაგას გეუბნები ახლა ვიღაც ყვებოდა აქ არ მინდა დავასახელო და სახელები მაგრამ სადაც მე ვცხოვრობ არის ერთი ქართული რესტორანი რომელიც მე არ მომწონს იმიტომ რომ არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების არა ქართველების გახსნილი და მუშაობენ მექსიკელები და აჰა ხო რამდენჯერმე და არა და სუსავსეა და რამდენჯერმე რომ მივსულ ვარ აი არ არის ხო აი როგორ გითხრა არ არის ის კი არა აი ტურისტულად რომ პროსტა რომ გაგიგია სახელებით მიახლოებული რომ და ხო შაბათ-კვირას გარეთ გამოვთ ღვინოებს დებენ და დეგუსტაცია და შედი შეგნით რაღაცა იგი ანუ კარგად მუშაობენ მაგრამ ცუდია იმდენად ცუდია რომ ну ცუდია. ცუდია თუ არა ავთენტურია? არა, ავთენტურობას აწვევიან, მაგრამ ცუდია. შენ LA-ში ხარ? არა, მე ვარ სან-ფრანცისკოსთან მცხეთაში. ხო და არ არის არაფერი, ანუ კარგი იტოქში, ეხა თუნდაც მე სადაც ვარ, იქ ერთი ცალია და არ არის კარგი რა. და იქ თქვათ უშუალოდ სან-ფრანცისკოში ან სადმე ეგეთ დიდ ქალაქებში ალბათ არის კარგი რაღაცა. ერთ რესტორანში ვარ ნამყოფი. ну აი როგორ გითხრა, მოკლედ ბევრი ვარ ჩავახუჭუჭოთ, ქართულ რესტორანში შედიხარ. აი ნიუ-იორკში ვიყავი მაგალითად მაგარ ქართულ რესტორანში, აღარ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ ისეთი კაი იყო ძალიან. რო შედიხარ, აი რაღაცა მოაქვთ. აი აბანოთუბნის რესტორნების, ხო იცი აი. ეს გემო უნდა მიაწოდოს სხვანაირად. არ უნდა ზეთი ბევრი და რაღაცები. აი თან იქაურობაში მithmenet კულტურა რო არის. საბჭოთა მიდგომით რო აწვდიან. ეს ქართულ კერძებს და იმიტომ რომ უმეტესობა 70% მაინც საბჭოთა ხალხი რო გაიგებენ რომ ქართული რესტორანი გაიხსნა. გაჯანსაღებული უნდა იქ ყველაფერი. აი ცოტა ევროპულ ხო და ჯერ შეუნდა შეხედულება სხვანაირი იყოს რაღაცა აი. ხო ყველაფერი. 1000
ფაქტურის შეცვლა შეიძლება რაღაცა ესეთი ყლობ, მაგივრად შეიძლება ზუსტად იგივე გემოქონდეს და მუსი იყოს და. აი მაგის იმას ვაპირებ რა. უი, წინ დიდი. მე მივხვდი ვინ მინდა რომ ჩვენი ახალი სპონსორი იყოს. ცეცხლიანითო. დავაი. იცი რა გაიმწოდა? ეხლა არ გავაკეთებ რეკლამას. ხო, არა, მაგრამ მიწერეთ რა. გამიგია, მაგრამ არ ყოფილვარ. შეგვიძლია გამოვიძახოთ ახლა, ან წავიდეთ ამის მერე. ესე იგი ერთ რესტორანში ვიყავით, აღარ მახსოვს რა ქვია, რამაც გამაკვირვა ნახდათ, რაც ჩამოვედი მის მერე. რო აი, ვაუ, ესე ვთქვი. იქ აქ. მართლა? კი. ხურში. და იმას კენი, ბიპი და ჯანი. ჯანი არ ერთი არ მახსოვს რა ერქვა. კაკლებში. ვიცისო. კაკლებში. მართლა? ძალიან საკმაოდ. მე არ ვარ ნაყოფი. აი ისეთია რა, ესეთი, ვიცი, ყველაფერი რო გემრიელია. ზუსტად რო თვლიან რა მოგიდანა. არა, მაშინ მე მგონი არ ვარ ნაყოფი. რა ვიქნებოდ შენ თუ არ წამიყვან არ ვარ ნაყოფი. წაგიყვანა. მე არ დავდივარ ესე რაღაცა აი ამოკვიატებული რაღაცა ერთი და იგივე ხო იცი ფეხებში რაც გედება იქ რო შედიხარ მე კაცი ვარ უფრო ვიდრე რო ირჩევს და მიდის აი მოტოციკლეტის რო გეყოლება მე წავხალ სადა ხო თან მანქანა რო არ ექს უმეძარი მოტოციკლეტს ისეთი მუღამე რო ხო აი გლდანში ვიცი კაი პური ესე იტყვი და აი წავხალ პური იცი რა ეხა რაღაც ბოლო პერიოდში ვქენით რომ ალაგ-ალაგ სახინკლებს ტესტავთ ხოლმე და ხო ჩვენი ის გვაქვს რა ტური გვაქვს ეგეთი აქ სასწავლებელში რომ მივედი ვირასაკეთებთ კარგსო ესე გითხეს ჯერ მე ვთხარი მე ისეთ ხინკალს ვაკეთებ რომ აი ჩემზე кай ხინკალი არ მეჭამე არსად სხვაგან მეთქი შენ მე ვიცი რომ წვაცას კარგად ხო შენ მახსოვს ხო არა უშავს რა მწვადს ყველა წავს წვადი რომ თუდად შეწვა რაღაცა უნდა იჩალიში არა ხო მაგრამ რომ შეწვა კარგად მაგაზის ჭირდება ცოდნა მეთქი ხინკალს ხო და ანუ მე რა მინდა ისე თქვა რომ ძალიან კარგად გამომდის ხინკალი ჩემთვის ან მართლა ეგრე აღმოჩნდა იქ ხო და ამიტომ სახინკლებს უდგები ძალიან მეც განსაკუთრებულად მე პაპამ ბაბუა ჩემი იყო სერიოზული ხინკლის კეთება არის ისეთი ոնც ოჯახის პირობებში მაგრამ ანუ ხინკლის გამოვიცი და კაი ხინკლის ხო და აქ გეგულება რამე მე ერთი ამოვიკვიატე ბევრი ვჭამე მაგრამ ის ერთი ჩემთვის დარჩა ხაშხაშის რაღაცა ის ჯერჯერობით ჩვენაც მოვიარეთ ხო და მე რო არაფერი არ მომივლია მე რო ჩამოვდივარ აქ სულ ხდება ახალ და ახალი რაღაცა და ვერაცად ვერ ვასწრებ მისვლას მართლა გეუბნები ეხა რაღაცა ბევრი ხდება აი ცეცხლი აინთო რომ იხარით ვაფშე აზე არ ვარ სამწვადია მარტო მწვადია ხო და აი მაინტერესებს ვიდოდი აი მართლა წავიდეთ ხო რომ მოვჩვენე სად არის ყოლბახტა დიახ მე რეპეტიცია მაქვს ექვსზე მოვასწარით ო და ისე ვქნათ რომ მოვასწარ მე კიდე ბათუმში უნდა დავუგაზო ეხა ვერ ეს მიდიხარ ბათუმში აი ხა რომ ჩავждებ მანქანაში აჭარულმა ჯამო სინორი თუ რა სინიორი იქ რა ხდება ბათუმში ბათუმში ასწორებს რა გამიდიხარ მე ახლა ბათუმთან ვერ ვარ შეგუებული და რაღაც ადაპტირებულიც ვეღარ ვარ თითქოს ხო ალბათ ბათუმი არა უფრო კვარიათზე უნდა მეთქვა ალბათ იმიტომ რომ ძალიან ჩემს უცხო ტიპი გახდა რა საერთოდ ერთი-ორჯერ ჩავედი ახლა ამ ბოლო წლებში და ეგრევე სასტუმროში შევძვერი არც გავსულვარ საერთოდ ხო მე რაც რამაც გამაკვირვა ეს ამ ხელა უზარმაზარი корпуსების სიახლოვე სიგიჟე არის ხო სიგიჟე თან მე ხო 7 წელია გასული ვარ და ანუ 7 წელი რო არაფერი არ გინახია და ეხლა რო ჩამოვედე ნიკოლაძეზე გავგიჟდით რა ხდება შენ 7 წელი ჩამოუსვა ამ ქუჩაზე არ ყოფილი ვარ 7 წელია მესმის ეგ მეც ხო გავიარე რა სიგიჟე იყო ამდენი ახალის და ხვედრა და ეს ჩავ ბიჭო კიდე ცოტა მინდა რომ იმაში ცოტა მუსიკალურობაში რო ჩავჭე თან ამერიკის ამბები ძალიან მაინტერესებს აი ეს ნაწილი რა ჩვენი სოციალური იქ ადაპტირების და გამომშავების და იმის რა ქვია რაღაც პონჩი აქ რასაც ბაზრობთ ხო კაი ის არის ხოლმე რაღაცთვის გასათვალისწინებლად ვინც ეხა წავა ვინც იქ არის და ჯერ არ გაუგეთებია და ჭირდებათ იქ ინფორმაცია ბევრი გვიყურებს რომ იცოდე ამერიკა ძალიან მე იცი როგორ რაღაცა მე ჩემი გამოცდილებით რაც ვნახე მართლა გულწრფელად ვამბობ მაგრამ უნდა ვთქვა რა ანუ პროფესიონალიზმი ზგარდა არაფერი არ გშველის იქ ჩვენ საქართველოში ვართ ძალიან მართლა ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ და აქ ნიჭზე იმდენი შეიძლება მთელი ცხოვრება აწყო ანუ არაფრის პროფესიონალი არ იყო მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრება აწყო ისე რომ იყო აქ და რაღაცა ხალხი არის საზოგადოება სხვანაირი მიხდი და იქ მე რომ ზოგს ეხა
ზოგი მუსიკოსია იქ ჩასული, ზოგი რაღაცა ყოფილი მთავრობის წევრები და მინისტრები და ვიღაც ტიპები არიან ჩასულები, რომლებიც აბსოლუტურად სხვა რამით არიან დაკავებულები, ვიდრე უნდა ყოფილიყვნენ. იმიტომ რომ ეს პროფესიული, კონკრეტული აკადემიური განათლება ჯერჯერობით კიდე თან ჩვენგან წავედი არ იქცევა აქ. მე რო ჩავედი იქ მომიწია 36 კვირა ვისწავლე ონლაინ ბერკლი. და რაღაცა სერტიფიკატი ავიღე, იმიტომ რომ მენახა როგორ ასწავლიან. ანუ ბარაბანზე დაყურების სწავლა კი არ მინდოდა. მინდოდა რომ მეთოდიკა მენახა და ეს 36 კვირა გავიარე იქ და მე კიდე მასწავლეს ცალკე უნდა ისწავლო აუტიზმის სპექტრის ბავშვებთან როგორ უნდა მოიქცე დაყურისას. ანუ აი რაღაც კეტერინგს ვაკეთებ, უნდა გაიარო და ჩააბარო, უნდა გამოცდა food safety-ს, ანუ სურსათის უზრუნველობის. ყველაფერი უნდა იცოდე, ხო და მე ძალიან დამეხმარა კიდე ერთხელ ამბობ ჩემი კაცა, ჩემი მეუღლე, იქ რომ მაგრამ ხელი შემიწყო ეგეთ რაღაცებში, რომ სწავლება დავიწყე კონკრეტულად რაღაცეების. იმიტომ რომ დასარტყამზე უკრავ მთელი ცხოვრება და თურმე ვაფშე სხვა რაღაცეები ქვია იმეებს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით მეც და შენც და ყველა სახელები აქვს სხვა და ანუ აბა ერთი ეს ხელი ესექენი კი არა. იმას აქ რაღაცა. იმას რაღაც სისტემა აქვს, რომელსაც ბავშვს რომ მიაწვდი ძალიან ადვილად ესმის მე. ერთი ხელი ესე დაიჭირე და იმას აყევი კი არა. ჩვენთან ღიმილის მომგვრელი არის და მაგრა ასწორებს, როცა იტყვი სლენგს გამოვიყენებ რუსულს, სამაუჩკა ხარ, ძმაო და ხო და მაგ არასაყვარელია, აზე მოდი, ეგ პონტია და იქ იცი რა არის ძალიან ბევრ განათლებულ ტიპს მოძებნიან, ვიდრე სამაუჩკას მოგცემენ ხელში რაღაც სათამაშოს. აი ეგ არის ერთადერთი რომ რაღაცა თუ გადასვლას აპირებ არამედ ზუსტად უნდა იცოდე რა დააკვირდე შენთან რა შეგილია რეალურად რაც მოგწონს. ხო? ხო, აი ხა მე გამიმართლა კიდე ერთხელ მეორებ და ნუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვიჩალიჩე და ძალიან ბევრი ვიწვალე და ეხა არ იქ რასაც ანუ აღარაფერს სხვა სამსახურს აღარ ის რამდენი ხანია გაქვს სტუდია და ეს გაზიარება გაკვეთილები? 3 წელია მაქვს. ანუ სადღაც 3 წელი და 4 წელი შენ რო არ ხარ მაინც მუშაობს ხა? კი, ეხა ავიყვანე ჩემი. ნუ რამოდენიმე მოწაფე რომელიც უკვე კარგად უკრავს და ცოტა გაზრდილები არიან, იმათმა აიღეს პაუზა ჩემთან ერთად, მაგრამ ახალგაზრდები აგრძელებენ ამ ბიჭთან ერთად მაგარი ბიჭია სხვადასხვა. იმისიც განათლებული, დამთავრებული. ანუ აი, როგორ რამეს გეტყვით, იცი ერთ მაგალითს? აი, ვიღაცა ჩინელი ადამიანი მოდის და მოყავს თავის ბავშვი დასარტყამზე და იმას საერთოდ არ აინტერესებს მე რამდენი კონცერტი მაქვს ნინოსთან, თათუზასთან და ნიაზისთან ერთად დაგვრჩა. იმას აინტერესებს ბავშვი ისწავლის თუ არა ნოტებს. გაუნუვითარდება თუ არა, რა ქვია, რითმის გზნობა და ასე შემდეგ. კონკრეტული ისინი აქვთ. მიზნები, მისაღწევი. კიდევ ერთხელ მეორებ, აუტიზმის სპექტრის ბავშვებს სხვა მიზნები აქვთ მისაღწევი, რომელსაც რო გეუნება, შენ არ უნდა დაიბრუნო და ხო, პროთერაპიულია და სამაგეროდ მაგ სპექტრში კონცენტრირება ხდება. ერთი და იგივეს რო აკვრევინებ და მაგარ მუღამში შედიან მე და იმდენად ევასებათ და უკვე რაღაცა შედეგებიც აშკარად ნანახი მაქვს ჩემი თვალით, რა ძალიან მეხარია რა. ხო და აი ხა იქ მაგას ვამბობ, კიდე იქ რო სიტყვაზე ვამბობ გახსნა რაღაცა. წყალებში სახინგლე იქნება თუ საჩაკაფულე თუ რაც არ უნდა გახსნა იქ. უნდა იცოდე რა საკეთებ. ხო, იასნია, ნუ ყველაფერი გავლილი უნდა კონდეს. ხო, ეგ ხო გამოცდილებით არის. ყვილა ხო არ არის ეს. რა თქმა უნდა, გამოცდილ ხო. სადღაც რაღაცა მოხდა და ამისთვის დააწესეს, ეხა ეს კურსი უნდა გაიარო. ხო, მაგრამ აი კანონებიც ხო, ზუსტად ეგრეა და კანონებიც არის როგორ შექმნილი და როგორი მოთხოვნა და მომთხოვნი ისი. რაღაცა ხილის გასარეცხი, ეხა ჩემს ბაკაცმა გახსნა იქ რაღაც პატარა კაფე, ყავა და ის. სხვადასხვა მუსიკოსია თვითონაც თბილისელი მაგარი კაცია. აი ხილის გასარეცხი ონკანი და ნიჟარა რამდენი მეტრით უნდა იყოს მოშორებული ხორცის გასარეცხი ონკან და ნიჟარას და იქ ეგრო გაქვს იქ ტიპი მართლა იმითი მოდის და ზომავს სანტიმეტრი რო გადაგიცდეს უნდა დაანგრიო და აშენო თავიდან აი ყველაფერს რო თავიდან ანებო ეგ არის რა მიხდი იქ რო აგეჭრას რძე რო ჩაასხა ცივი რაღაც ცხიმიან ხმერულს რო აკეთებ და რძე რო ცივი ჩაასხა და რო ხო გინახიათ ხანდახან რო აიჭრება ხო აი ეგ რო მიუტანოს უფრაზე შეიძლება დაგიკეტონ რესტორანი
ან რაღაცა რომ ჩაგივარდეს კოუზი ნაცარში თუ რაღაცა და ის პირში გამოვიდო და დადო ადგილზე შეიძლება დაკეთონ. ეგეთი რაღაცების ცოდნა უნდა და ანუ ყველაფერი არის აწყობილი იმაზე და სანამ დროა და აქ როგორც ხედავ ახლა ძალიან მაგრა განვითარდა ეს ონლაინ რაღაც სერტიფიკაციები, რაღაც სკოლები 1000 ინსტიტუტი გაიხსნა. ჩვენც უნდა მივხვდეთ რა, ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით ჩემ შვილზე ხა დათას სულ მაგას მეუბნები. მე მგონი ახალგაზრდა რაღაცა უნდა იცოდე. ეგ ჩვენ არ ვიცი, სწორედ იმათ ხო, თორე ნიჭი ზემოდან შენი ნიჭით ნიჭი არის ერთადერთი რა, რომ რაღაცა მოცემულობას უფრო ჩქარაიზა ვიდრე ბჭყალებს შემოვ უნიჭო. უნიჭო არ არსებობს ვაფშე, იმას სხვა რამეშია. სხვა რამეშია უნდა იპოვო. ის აი ეგ არის მოყავე ხო, მაგრამ ხო რა რო არ გაგექცეს, მაგრამ თავარი ის არის რომ აქ ეხა არის საქართველოში არის ფანტასტიკური საშუალებები ფასიანი უფასო თუ ისა რომ რაღაცა დააგროვო ისეთი ცოდნა რომ სხვაგანაც დაჭირდეკას. ჩემი აზრით ყველაზე დიდი ბედნიერება მოქალაქეობას რაც შეეხება და ზოგადად საზოგადოების წევრობას ჩემი აზრით ყველაზე მაგარი არის რომ დაფუძნებული დალაგებული და დამტკიცებული და დარწმუნებული რო ხარ შენ სამშობლოში, ამ შემთხვევაში საქართველოში და საზღვარგარეთ რო მუშაობ ან აკეთებ რაღაცას რომ გაუზიარო შენი გამოცდილება და იქიდან ის გამოცდილება ჩამოიტანო აქ. აი ეგ არის ყველაზე დიდი რამე რაც შეიძლება შენ ქვეყანას გაუკეთო რა, რომ შენი ამ ქვეყნის რაღაცა გასულითი მაჩებით ის ჩამოიტანო გამოცდილება და რა თქმა უნდა. ხო და მაგას უნდა რაღაცა ძირითადი ის ჭირდება რა აკადემიური ცოდნა ნებისმიერი საკითხის. იქნება ეს გიტარა. მე ესე დავამუღამე ეს. თუმცა ხო ისე დავამუღამე რომ მე გიტარაზე დავიწყე რამოდენიმე მასწავლებელი მყავს უკვე ეხლა არ დადეგები მაქვს ონლაინ და მე მივხვდი რომ ისე აი მუსიკოსი ვარ ხო? დასასრულიანად. თან შენი სამაუჩკობით მეორე მხრიდან რო შეხედო სამაუჩკობით და აი პროსტა გულაობა დაკვირით თელი მსოფლიო მოიარე და ძალიან დიდი ფული იშოვე. გეთანხმები, ძალიან დიდი ფული არ მიშოვია ეხა მაგრამ. მაშინ, ეხა შენ უყურებ აქედან. მაშინ თქვენსავით არავინ არ დადიოდა და მათ ხილაფოს არავინ არ შეულობდა მუსიკოსებში. გეთანხმები. ხო, ტურები ახლა. ძალიან დიდი ფული ხო ხვდები რა. ეხლა ნუ ნაკლები კონცერტები მაქვს, იქ რა თქმა უნდა უკრავ ხოლმე რაღაც ძირითადად უფროს თაობის ჯაზმენებთან. ნინოსთან ერთად რა თქმა უნდა, რა შედარებაა ეს მეინსტრიმია ეს სხვა მუსიკაა და ის სხვა. ტრის მიწაზე შევხვდით მე და შენ ერთმანეთს. მე და საზაბურჭულაძე ვიყავით, სუფრაზე გავიჩით. და შენ მითხარი რომ პირველად თუ ავიხი კონცერტიდანო ფული მომცესო. და ღამე არ მეძინაო ბიჭო, იმდენი იყო რა. ხა იმდენი იყო რაღაც მე მგონი $1500 იყო ლაპარაკი. მაგრამ ეგ იყო რაღაცა 2000 წელი. ლაგუჩენკოს ჩასწერათ რო იყავით? ლაგუჩენკოს ინტერვიუ ჩავწერეთ და ხო. იყო. არა, გეთანხმები. ხო, მუსიკოსების პონჩი კი, მაგრამ სინამდვილეში, ნუ ეგ კიდე სხვა თემა არის. მაგრამ ხო, ანუ ჯიმი ჰენდრიქსიც და ისიც და ვინც ის გამართლებაზეა, მე რასაც ეგ გაბაზრები. და ის შენ რასაც ამფარი მეთოდური გზა, როგორ მიაღწიო. გამართლებაზეც არ არის, ბიჭო, ეს უფრო სხვა რაღაცაზეა რა, აი როგორ აგიხსნა. საერთოდ ვერიდები ხოლმე რაღაცა კონკრეტულად მე ვიცი და ეს მომისმინე რომ მაგის ლაპარაკს რომ არ მიყვარს ხოლმე ვიღაცას რომ ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით რაც მქონია მანდ ჯერ ერთი ამ რუსეთში დაყრაზე ეგ კიდე ცალკე განსაკუთრებული მოცემულობა არის გეფისები მართლა გეუბნები. იმიტომ რომ ჩვენ მაგ დროს ევროპაშიც უკრავდით, ამერიკაშიც უკრავდით და იმაშიც რუსეთში დაყრა კიდე სხვა მოცემულობა, ის სხვანაირი ბაზარია, სხვა ხარისხს მოითხოვს და რა თქმა უნდა მარტო გამართლებაზე არ არის ჩემი აზრით ნინო და მუსიკოსები ვისთანაც უკრავდით ძალიან მაგრები არიან. არა, გამართლებას გულისხმობ ის რომ აი სამაუჩკარო ხარ და ანუ ეგ გამართლება რომ მიაღწიო რაღაცა. ისიც თვითნასწავლია ბასისტიც უჩა გუგუნავაც და გოჩა ყაჭაიშვილის და ალბათ გამართლება იმაში უფრო იგულისხმება ნიკუშ რომ ცალ-ცალკე ყველა მაგარი მუსიკოსია ნიჭი ერთად რო ვიყავით ჩემი აზრით ძალიან მაგარი იყო რა.
ეგ არის ხო დამთხევა რა სწორად ლუზე სწორ დროს მოხვედა. ხო, თორე ანუ უამრავი ამენერეთ იმას დრამერების და კონტრაბასისტების და ისინიც არიან თვითნასწავლები. შეხვდები, ვინც ამერიკის ისტორია შექმნა მუსიკის, რომელსაც ნოტა არ უნახია და ცხოვრებაში. არიან ტიპები კიდე ვინც ყველაზე კაი სასწავლებლებიდან და არ გამართლება და ბენჩი არ მოხვედრილა და არ და კეი ჯარეტი ხო გაგიგეთ, როგორ არ გაგიგეთ, ხო იცით, ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტია, გამოაგდეს ბერკლიდან. და პირველი ტრიო რო გააკეთა ბერკლიდან გამოგდებულების ტრიო. ძალიან ხა აგერ ხა ხონძიმ რო თქვა წამოვედი მუსიკა მინდა და ბერკლიში მივედი და ფურცლები დამხვდა. ხო და ანუ ბევრი 1000 ის არსებობს რა. მაგრამ ჩემი აზრით ეხლა საქართველოში ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ დიდი ხანი რო არ ვახომე, მე ჩამოვდივარ, ძალიან განვითარებულია ეს პროფესიული სწავლების, ანუ კონკრეტულად რაღაცის სწავლის ხო, მაგრამ და ძალიან მინდა რომ ახალგაზრდებმა იხელთონ ეს დრო. შენი გადმოსახედიდან, აი ხო შენ ხო სხვა თვალით უყურებ. საქართველოში, მუსიკაში, ქართულ მუსიკაში რა ხდება? ჯერ ერთი გეტყვი ამას ერთს რომ სამწუხაროდ ჩამოვრჩი, ისე ვეღარ მივყვები, იმიტომ რომ აღარა ვარ შიგნით. სამწუხაროდ ჩამოვრჩი, მაგრამ რაღაცებს უსმენ ხოლმე, სულ ჩალიჩობ რომ ვიპოვო ვიღაც ახალგაზრდა რაღაც დუეტები არიან. ეს აკუსტიკა მომწონს მაგრად. მაგარი გადაცემა, სულ უყურებ აკუსტიკას, სულ subscribe და სულ მოდის. ანუ რაღაც მიმდინარე mainstream ახალ ტიპებს იცნობ ეგრე. ხო, მაგრამ მუღამი რა არის, რაც მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ეხლა რა ხდება მუსიკაში, რომ mainstream-ული მუსიკა არის მრავალფეროვანი. რაც მაგრამ მიხარია რა. ანუ ყველა მუსიკას მიეცა განვითარების საშუალება. ჩემი შვილი დათა არის 17 წლის და არის metal band-ში და აი ესეთი ჯგუფი ყავთ. რა ბენდია, რა ქვია? Full Cockroaches ქვია bands. და ერთხელ წამიყვანა კონცერტზე იქ ჯანკიარში და ვოკალისტია. აქ ხდება თბილისში. და ისაცვია ტარაკნის ფორმა და ის არის დიდი 2 მეტრიანი დათვით შვილი ყავს და ესეთი გრუპა ყავს და დარბიან და აკაური ჯგუფი. აკაური და რომ იხვალ ბილეთები იყიდება და რიგები დგას და შესვლა და მაგრა გამიხარდა. მე უცებ წამოხვალ და მაგალითად სიტყვაზე ვამბობ ჩაკოების ჯგუფზე ერთი ორი თვეა ვერ მოხვდი. ვისე? ჩაკოების ჯგუფია რა. მოკლედ როგორ გითხრა, ჩაკო ბენდი ქვია, არის რომელიღაც რესტორანში უკრავდნენ, რომელიღაც რესტორანში, მაგათ დავსდევ სტუმრები რო ჩამომდის ამ ვიღაცა, თელი გული და სულით რო ეგება მოხვდი მაგათ კონცერტზე და არის ეთნო ჟღერადობის ქალაქური სიმღერები, რომლებსაც ნახევარს თვითონ იგონებენ. მიხდი რას გეუბნები და მაგრა ასწორებს, ეგეც განვითარებულია. ჯაზს რაც შეეხება, ხო საერთოდ თავის ქალა მაქვს ახთილი ისეთი დამკვრელები არიან ეს პატარა ბავშვები, ეს ახალგაზრდები რომ ნუ სოფლიო დონე კი არა, რაღაც პლანეტარული მასშტაბის მუსიკოსები არიან. კი, ძალიან საოცრებები. კლასიკურ მუსიკაში რა ხდება ხო ყველა ჟანრში მართლა კარგად. ძალიან მაგრა, გუნდური მუსიკა, ანუ განვითარებული საქართველოში, მადლობა ღმერთს მუსიკას. მუსიკა ბიბინებს. აი მაგარი რა და ახლები მოდიან და სერიოზულად მოფხოთ, სერიოზულად გეუბნებით, აი რამდენი რაღაცას მოვისმენ იქ ახალს და ძალიან მომეწონება ხოლმე, ეგრევე მადგება ცრემლების სიხარულის თვალზე, იმიტომ რომ საშორსო ხარ და აი ძალიან ხშირად ცრემლებამდე მიხარია ხოლმე, რომ უყურებ და უსმენ აქ რაც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მიმართულება მე არ მომწონს. რაღაც არის როკენროლები, რაღაცა ყველაფერში არის ძალიან განვითარებული რა, ელექტრონული მუსიკა. მე ერთ რაღაცას მივხვდი, აი მიმართულებები არ მომწონსო, რომ ამბობ რა. მეც ეგრე მეგონა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ნებისმიერ მიმართულებაში შეიძლება ვიპოვო რაღაცა თუ მაგარია. მომეწონება, აი მithქვამს, რომ რაღაცა არ ვიტყვი ხა, მაგრამ აი კონკრეტული ჟანრი არ მევასება. და უცებ გამჩითვია მაგ ჟანრიდან ისეთი მუსიკა, რომ ვაახ, ბიჭო ცარი რა. ხო და ეხლა საქართველოში ჩემი აზრით, აი ჩემი გადმოსახედით, მეინსტრიმი არ არის აუცილებელი რომ რაღაცა დაუკრა რომ გაიჩითო. ანუ ყველა იჩითება რა.
და ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი ნიჭიერები არიან ჰიპ-ჰოპში რა ხდება ხალხო რო ნახოთ გაგიჟდები. მანტკი მუსიკალურად. მაგარი ინდუსტრია არის განვითარებული, მაგარი ჰიპ-ჰოპ ალბომები იწერება. გამშავებაც უკეთესი დღევანდელობაში მეტ ნაკლებად ვიდრე იყო თქვა. რა თქმა უნდა, მე მაგალითად ბავშვობაში რო უკრავდი ბესელასთან ერთად იმაში კონტრაბანდაში და აი და პანკი და მეტალი და ვანგრევდი თიქაურობას არ დაუშვებდი. მაშინ რომ მეტალ ბენდი საქართველოსდან არგენტინაში წავიდოდა რაღაც უდიდეს ესენი. ხო აზე ხარ და ხო და ეხლა ჩემ შულს კიდე ჩემ შულზე მაგ ქონდა რაღაცა პატარა პაგრუზი, პაესტკა თუ რაღაცა რაღაცა ქუთაისი, ბათუმი მეტალისტებს. ეგეთი ქუთაისი, ბათუმი ქონდა მარტო ზუმბასთან ერთად თუ რაღაცა აი ხო ხდები, იმიტომ რომ რა მეტალის ვინ შეგიშვებდა მაშინ სხვა ქალაქში. არა იცი რამდენი არიან ქუთაისის ბათუმში პატარები, ანუ აქ ყველაფრის სვენები. ხო და ინფორმაციულმა ერამ აი ეს კარგად იმოქმედა. რა თქმა უნდა, ბევრი ისიც ინფო ხმაურიც შემოიტანა საზოგადოებაში, მაგრამ ძალიან კარგად იმოქმედა იმაზე, ხელოვნებაზე რა. საოცრად. ბიჭო, რა კარგია. ხო და მე ვხდები მზარეული მოკლედ რა. ბიჭო, რა კარგი. ხო და აი ეგ რატო აიკვიატე ის, იმიტომ რომ იქ არ ყოფნის თქვა და არა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ანუ გელას. ხო, აი შენი მეორე მუღამი არის თქვა. მეორე მუღამი კი არა, აი არაფერზე არ ფიქრობ ორ შემთხვევაში, ან როცა საჭმელს ვამზადებ, ან როცა უკრავ დასაფლავებას. იცი რომ მეც ეგრე ვარ. ჩეცმის საჭმის გამზადება, ვაფშე, ანუ ზუსტად იგივე არის მუსიკა. ანუ ხო დრამს, ბასი დაადე, გიტარა დაადე, იგივე არის ფენები რა. ცოტა მარილი მოაყარე, ისქენი, კარაკი ერთნაირად ვითიშები, მედიტატიური. აი ზუსტად მეც იგივე მჭირს. ან დასარტყამზე რო უკრავ, ან რო ვაკეთებ. ხო არ ვისწავლ. აი მაშინ გავდივარ. ხო ფიქრობდი მეც მართლა რა. აბა მოყევი მეც მინდა. ისი რა მთელი ცხოვრება ვფიქრობ, ოღონდ აი ხა არ ვამეტებ. კაი, გასაგებია რომ მუსიკოსი ვარ რა. სულ ფიქრობ რომ რამე მე რაღაცა მეორე რა. ეს არის, всё. უკვე პეჩატი აქვს დარტყმული რა და რაღაცა და მივხვდი შენი ლაპარაკიდან მეც რომ აი ყველაზე ახლოს ჩემთან არის კულინარია რა. ხო, აბა ეხა აუდიტს ვერ ისწავლი შენ და იმას რა ქვია. ხატვა იცეთი რაღაცა, ხატვაც მოცემულობა ხო და ხატავ რაც შემილია ამ პოსტერებს ვაკეთებ და ეგეც მოცემულობა არა, ეხა მანდრო გამვითარდე და ეხა ხატვარი გამოვიდე. არა, ეგრეც არ არის რა. უნდა დავიწყო ეხა მაშინ მე მოლბერტებით სიარული და რაღაც არ შემიძლია. ბიჭო, ხო და მოკლედ. ხო და აბა მოყევი ტექნიკურად როგორ ვქნა, რო გავხდე? ჩემთვის მაინც რო ვისწავლო. და მაგალითად რო არ ვიყო. ხო, აი მაგალითად ეხლა აღმოვაჩინე მაგარი რაღაც. ეხლა სადაც ვსწავლობ, არის ფიზიკურად დადიხარ. ფიზიკურად დავდივარ, ხო. მანუელი, შეფი მანუელი არის ჩემი მასწავლებელია. არის გადასარევი კაცი. ფანტასტიკური ადამიანია და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან მაგარი შეფია და უნდა უსმინო გამოცდილების რაღაცებს, რეებს, განახებს და ხელებზე უნდა უყურო და რას აი მაგალითად როგორ რაღაცებს გეუნება, იცი რომ აი იგივე ძის ნაწარმის აჭრაზე ღვინოს რედუქციას რო აკეთებ და ზერო დაასხა შეიძლება აიჭრას. რო დაიზღვიო თავი მაგალითად, ხო, ხალხს რომ მოხრაკავ, ფქვილი უნდა დააყარო ცოტა და რძე უქნა რომ მე აღარ აიჭრება. რაღაცა ეგეთი რაღაცეებს გეუნება, მაგალითად თეფშს რო წმინდა, უკვე რომ მიიტან, წვეთი ხო დაგივარ და უნდა მოწმინდა ძმრიანი ქაღალდით, იმიტომ რომ არის ლინტება, ის ეგრევე ხრჭ ესე აშორებს. აი ეგეთ რაღაცეებს ნიუანსები რაც არის. ნიუანსები, თორე სინამდვილეში ნიჭიერი კაცი ხარ, პირში გამოგაქვს, ჩართე YouTube-ი, ლუბოი რეცეპტი აიღე, გაიმეორე და აგიჟდება მაგას რომ შეხვდები რა მუღამი, ეხა პირველად დავმუღავ. ეს მანუელა შემოდიოდა ადრე ციხეში ასწავლიდა, იქაც ის იყო რა კურსი გაატარა და ვაკუმდა ვიღაცებმა ხოშიანაც დაიწყეს კულინარობენ ეხლა გარეთში. რა ქვიაო, რა თქვი? მანუელი. არა, კაცო, იკარუსი. ხო და ისიც აქვს თლიანი რაღაცა ორწლიანი რო ჩააბარებ და დიპლომით რო გამოდიხარ და ხო, ნუ ქიმიიდან დაწყებული ყველაფერს გასავლე. და აქვს ისიც რა რაღაცა ეს სამთვიანი, რომელიც 4 თვიანი, რომელსაც ძირითადად რაღაცა აი გინდა შენ რა მოკლე კურსი. ხო, აი უბრალოდ აი სახლის, აი ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო დემიგლასი რო ავიღოთ, სახლის მზარეულს არავის არ აქვს სახში. ხო. ბებია ჩვენებს და გააგინული სახში. ხო, და აი დემიგლასი სახში რო გიდევს, უკვე ნიშნავს, რომ სხვა დონეზე აკეთებს იმას. ეხლა უტრიალებს slow cooker-ი მინდა ვიყიდო.
ხოიცი აი 7-8 საათი რო ხორცი რო სუვიდი რა მე ხო არა სუვიდი მაგ slow cooker-ი კიდე სხვა არის იცი რომ ტემპერატურაზე დააყენე არა აბა სუვიდი არ ვიცი ბოდიში ესეთი აი როგორც აეროგრილები არის რა ეგეთ ვიცია შიგნით ჩაყრი აი stews როგორც აკეთებენ რომ აი ჩაყრი ხორცი ხახვი უკვე ყველაფერი ერთად რა და 7-8 საათით მიდიხარ დაბალგაზზე და გაზზე თვითონ არის რა ელექტროტიპი ხო რა რაც ხო და აი ჩაშლილი ხორცები რო არის ხო ეს ჩანგალს რო აიღებდა რომ დაიშ აეგარი მაგით კეთდება ეგეთი რა მე ადრე ვაკეთებდი მაგებს აი არ შენ გასინჯული მაგ ჩემი steak pie ხორცის pie მაგს ვაგე არა ამას უხოუსოკოთ კი იმას ვაკეთებდი როგორ ისე ხა ნუ ქვაბში იმას და მე ამ ქვაბს დგავდი ღუმელში და ნუ უშვებდი მე кайხანი რა ამ დაჩ ოვენი რა რაც და ეხა გაიშითა ესეთი кайხანია უკვე ძველი ამბავი. მე გავიგე მაგის არსებობა, ვიღაც მეყოთინა მეყობოდა ასეთი მაგაზინს. ხო და აი ხედავ ესე ყაროში ყველაფერი დაალაგდა ჩემ თვიში. აი მაგალითად რაღაცა როგორი რამე აი კონფი როგორ ეკეთდება გავიგე ზუსტად. ზეთში თლიანად უნდა დაფარო და 4 საათი 90 გრადუსზე. ანუ ეს ორი ციფრი უკვე გაძლევს იმას რომ всё ნებისმიერი რამის იმას გააკეთებ და ამ ეგეთი ციფრები მე კონფიზე არ გიშტები იცი ხო რა თქმა უნდა ვიცი ვერ გავიგე რა თქვი ეგეთი ციფრები აი ციფრები 90 გრადუსი 4 საათი თქვათ აი იშვიათად ესეთი კანონზომიერი ციფრები რომ გაიგო YouTube-ში YouTube-ში გაიგებ რაღაცის მომზადების რეცეპტს ხო და აი გამოცდილებიდან და კაი მზარეული შეფი რომ რაღაცა თავისი მეებს გიყვება აი ეგ არის კონფი არის აი თქვა მაგალითად ქათმის ბარკალს და ფეხს იღებ ან რაღაცას რა ნებისმიერ უფრო იხვის მაგალითად ხო იხვი ხო აი მაგალითად იხვი და ზეჩიდებ იმიტომ რომ იხვის კონი არ გაქვს თორე საფრანგეთში თუ ცხოვრობ დებ იხვის კონში ხო რაღაცა ცხიმშიდებ და დაბალ ცეცხლს და იხარშევ ნელა ანუ ის კანს და რამეს კი არ იკეთებს ის deep fried პონტი არ არის რა არის აი ნელაში ხარშავ რა რეალურად ზეთში ხო ხარშავს ნუ ხო ცოტა სხვა რაღაცა არის deep fry არ არის მოკლედ რომ ამოიღებ სუდი არ იქნება ძალიან ის არის არა შეგნით არაფერ შარშელის გარეთ არაფერ გამოდის ანაირად ეხლა პარკალში მე რომ ამოიღებ ამას აუწევ Dutch ovens და კანს იქ გავკეთებ გენს. ეგ მე ხოლმე მე უმაგისოდ მაგ ნაჭამი და არ მომეწონა. აი უკანო იყო ჭამე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, ვითომ ძალიან სვეცკიში. კანი ჯობია რომ გავუკეთე. ბარკალ ძაღლი. ძაღლყურძენა. იხვის ძაღლყურძენა ძაღლა. ხო და ის რა ქვია, მე ხა ის აუ და მე გავაკეთებ კულინარიულ შოუს. ისე მართლა ძალიან კაია კენი ეგ რა. მე ხა დავთრიე ერგრილი რაღაც 1-2 საათი წინ და ძალიან ანუ ხო გამარტივებული ყველაფერი გრადუსიც ახლავს ისიც ახლავს და რამე და თავისი ხდება და ეხა შენ რასაც იცახი მაგ ნიუანსებს რო იგებ იქ აქვს თავისი ეს რეჟიმი რო უკვე ეგრევე შეგიძლია ჩართო და პირდაპირ იცის რო ისა მაგრამ აი რაღაცა იქ რო დარბილდეს უფრო ისქნას ეს ხო და მე რაღაცაში მაგას ვერ ისა დროის მომატება უნდა მე აი რაღაცებს რო დავხეცებ რაღაც ინგრედიენტებსაც თქვა აი ჩინური სამზარეულო რა ინგრედიენტებზე დგას ფრანგული, ქართული, ამებს რომ დაამოყავ, მე უკვე შენ თვითონ იწყებ იმ კანონებს ზუსტად იცი რომ გამოგივა. არ აიჭრება, არ მოძრება, არ გახმება, აი ეგენი რომ იცი ზუსტად. მე უკვე იწყებ იმპროვიზაციას რა. როგორც მუსიკაში. ანუ გიტარაზე რომ დააყენებ, გრამატიკას ისწავლი და მე შეჰბე რა. კაი დილეი, ესა ფლაჟოლეტი რამე რომ დააყენებ და მე იწყებ იმას რა. და მე გემო თუ გაქვს პირში, ცუდს არ გააკეთებდა. მე ხა აი 1-2 დღე მინდა დასალაგებლად და ძველი ამბავი გავიხსენოთ მე გავაკეთებ აჯაფსანდალს ცეცხლზე მე გავაკეთებ რასაც გინდა შენ ან მე თვითონ აი ხო რა რიციც ამაყოფ ახლა ამ მომენტში რა გაკ მიგნება რა ეხლა ბოლო დროს ხო რა ბოლო დროს რაც მე ხო ნუ აი მაგალითად გუშინ რაღაცა გამოცდის მაგვარი იყო ანუ თვითონ არც ლინკი მოგცა არაფერი და თქვენ თვითონ აერჩიეთ ნებისმიერ კენს და თქვენ თვითონ გააკეთეთ და მაგის გაკეთებული მქონდა ადრე ნაჭამი და გამახსენა და მეთქი თან გავუსწორდება რომ თვითონ აკეთებს და გავაკეთე და ძალიან მაგარი გამომივიდა რა ღორის სუკი ტარხუნის და ნაღების соуში ფრანგული ისეთი გემრიელი გამოხდა რომ მეთქი ავოიე
ძალიან კაი გამოვიდა. ებზე უყავს ძალიან მშია. ბიჭო, მაგრამ მე აქ მოვედი და მეთქი, აი მაგრამშიოდა რომ მოვედი რა და მეთქი ვერ გამოვასწრებ. ტიტრი უნდა ქონდეს ისა რა ქვია, დავით აბულაძე მუსიკოსი და ვლახთ ხენკალს როგორ წავს ჩაყრით. ცოჩი, აი ისე კი გვაქვს ქვემოთ. ჩვენ ხო ის გვაქვს აქ მოგვარებულია გინაცვალი ქვემოთ სასენდვიჩი არის და გვერდზე ის ლაგამპა გვაქვს. აი ეს ლაგამპა. ეგეც ჩვენი ნაწილი არის. გადასაღებია. მაგრამ ერთი ისა აქ რომ ის არის სპოილერით ხდები რა. ნებისმიერ რესტორანში შედიხარ რაღაც აი გედინაცვალივით. ხო რა. ის ხო, მაგრამ ეგ თავიდან. მამიდან ერთი მამიდან ესეუნები. კონცერტზე ეგრე დადიხარ? მე აღარ დავდივარ ეგრე. თავიდან დავდიოდი. თავიდან დადიო, ჯიგარი ხარ, ხო, ეგ ბაზარია, მაგრამ ხო რა. ანუ მე რაღაცა დროს ალბათ რესტორანში აღარ დადიხარ. როგორც მე აღარ დავდივარ ხოლმე კონცერტებზე, თუ ვინმე ჩემი ძველი სიყვარული არ ჩამოვიდა, პეტმეტინი ან ვიღაცაზე მივიდივარ ხოლმე, მაგრამ აი ხო, მაგრამ ახალგაზრდების კონცერტზე არ შემიძლია. Imagine Dragons გავყარი. ხო, ясно. ხო ხდები, აი მაგარი გრუპაა, წამო ნახი გაგისწორდებაზე, არავის არ მეყვები არც. ახალგაზრდა ბენდები უფრო მევასება, ვიდრე აი რაღაცა სტადიონი რა. ხო. ახალგაზრდა ბენდები, ხო, მე ნუ რა ვიცი. აი შენ რაც მითხარი, შენი შვილის კონცერტზე უფრო წავიდოდი, ვიდრე Imagine Dragons-ზე მაგალითად. ხო. მეც. მე დავდივარ. მოყოლით, მაგრამ მოსონს უკვე. მე აი ბებრების კონცერტების მაგრამ მევასება ძალიან. არ ვებრები ვინც მევასება. იქ იშითებიან ჯაზმენები უკრავენ. ჩემთანაც ერთადაც უკრავენ ძალიან მაგრები. ისეთ ფანტასტიკურ მუსიკოსებთან ერთად უკრავ ხოლმე, რომ აი აუ ის მოყევი, ბიჭო, ნინო მოყვა, რომ შენ მოაწყე რაღაცა რეიუნიონი ინსაიტის. როგორ რა ნინო ჩამოდიოდა დასასვენებლად. მეგობართან რა, LA-ში. და დამირეკა LA-ში ვარ, მომენატრე რაღაცა და თუ გეცლება მნახეო, მე ვთხარი რას ვქია, აბა როგორ არ გნახე, მე ვთხარი გიჟი ხარ. თუ გინდა ჩამოგაკითხავ მეთქი, თუ გინდა წამოგიყვარ მაგარი, თუ გინდა თვითმფრინავის ბილეთს რაც გინდა. არა, მე ჩამოვა, მაშინ მეთქი ჩამო ჩემთან და რაღაცა ერთი კვირა იყავი, კაის გაჭრევ, კაის გასმევ. ანუ ძალიან ახლო მეგობრები ვართ გარდა მუსიკისა. და კაი, და არიქა ტელეფონი ავიღე და ამათ დაურეკე მეთქი ბიჭო, ვიზები გაქვთ გვაქვს. მეთქი ნინო ჩამოდის და სურპრიზად დავაი მეთქი ჩამოვიდა ერთი კონცერტი დავცხოთ. და გავხარ და ჩამოვიდნენ. ანუ ეგრე რომ დაგთანხმდნენ, წამოვიდნენ? ხო, აბა, ეხლა შენ რო დაგირეკ ვარ ჩამო, ხო? ბიჭო, კი, რავი. ნუ ფული უნდა ქონდეს ის ქონდეს. ხო, ნუ ის ფული მქონდა ეხლა ბილეთის და იმას. შენ იყიდე ეს ყველას გზის ფულები რაღაცა. ხო, აბა. რა გიჟი ხარ. სამაგეროთ მე გავყიდე ბილეთები და გადავიხადე. და გავაკეთეთ სახში რა. პროსტა ეგრო შეგიძლია რა. მაგარი მზარეული დავპატიჟეთ, იქ ცხოვრობს ქართველი სხვა შორის. კობა აკეთებს იმებს, კატერინგებს, ისეთ გემრიელს რომ აი ეს ფანტასტიკას. და დავწერე რომ მეთქი ნინოს ახვა ვისაც გინდათ, ონცში და ჩატში, არაოფიციალურად. კაი ჭამა, კაისმა მეთქი ჩამოყარეთ ცოტა მაყუთი რომ ბილეთი ვიყიდო. ეგ იყო და ეგ. და ჩამოვიდნენ ესენი და ნინო რომ ჩამოვიდა, წამო მეთქი ჭამოთ იაპონურში. უყვარს რაღაც იაპონური. და იაპონურში შევედით და დავახვედრე უჩა და გოჩა. 200. ცოტა ხანი არ ჯდებოდა მაგიტასთან. მე მიყურებდი. ეს მიყურებდი და მე. აუ შენ, ეხა ალბათ უმეტესი. ეხლა რა ამახსენდა, იცი როგორი სახე ქონდა ზუსტად, იგივე სახე ქონდა. იცი როგორი სახე ქონდა ერთხელ, ბიჭო, მე და ჩემი ძმაკაცი დავთვერეთ რაღაცა რესტორანში რაღაც აეუ და ჯემსეიშენ რა მოკლედ და წავედით თურქეთში ღამე. რატო იცი? აი ესე რომ ლაპარაკობთ, ხო იცი, ღამე ხო გიბაზრია ბულხოიზას რომ მოგშივდება და ფაჭმელებზე რომ ლაპარაკობ. და ის რა ქვია? დონერ კებაბ თუ რაღაც. რაღაცა სტამბულში ვიცი ერთ ადგილას ამან თქვა და კაროჩ წავედით ბილეთი ავიღო და შეო და დილით პახმელიაზე აი ხოაზე ხარ რაღაცა ქართლიზური ბუხოი. ბათუმში გამიღვიძია, მაგრამ და დავგაზეთ და წავედით სტამბულში. და მე დამოვიწყდა რომ მეორე დღეს მაქვს რეპეტიცია ორკესტრთან ერთად, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 60 კაცი მელოდება წარმოიდგინე. და 12-ზე არის რეპეტიცია და რაღაცა 12 პირველის 2 წუთზე მირეკავს ნინო. და მეთქი. და მეთქი ხო ნინო და სად ახარ დათუჩა? ესეთი. მეთქი სტამბულში. და ერთი 10 წამი არის სიჩუმე და კარგი. აუ.
იმიტომ რომ ნუ ეხლა არასდროს არ ვეთყოდი ეგეთ რამეს რომ არ ყოფილიყავი სტამბოლში მიხვდა რომ სტამბოლში ვარ რა ეწყინა იასნია არ გამოვიდა კარგად იმიტომ რომ იქ სამუსიკაცი ზოგი უფროსია ზოგი ისა კლასიკური ორკესტრია რა არ გამოვიდა კარგად და რომ ჩამოვედი მეორე დღესაც ხო არ 12 წერები და მივედი უკვე ტონს ცოტა ადრე უკვე იქ ვარ ხო ის ყველა რომ აი რომ შემოვიდა ეგეთივე სახე ქონდა იაპონურში ისინი და მოკვდა მან წენა ხა მე მგონი რავი მე მგონი რა აუ ჩემი აქ ალბათ უმეტესობა არ არის მოსაყოლი მაგრამ ისეთები აქვს მოყოლილი ინსაიტის ტურში რებს საკეთებდა რომ აუ ისე ეგეთი რაღაცები უნდა იყოლებოდეს მე თუ მკითხავ და რაღაცა ფორმატი უნდა იყოს სადაც პატარებს ხანდახან კოსმოსურად აწარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა ხოლმე ნო მატარებლიდან რელსები გადავიდა და დაწყებო აი ყველა ეგრევე შენ აი ჩვენ არა მე არ მიქნია მაგრამ აი იმდენად ცუდად დაემთხვა რომ მეგონა რომ მე ვქენი კი არა და ხო იცი რო ვერ დაუმტკიცებ მე რომ მე არ მიქნია და რა მოხდა აი რაღაცები არის 1000 ეთერ გარეშე შევხვდეთ ხოლმე ცოტა უფრო აუ ისე მართლა ეხლა ჩვენ როგორც გვევასება ერთმანეთს ეგეთი ისტორიების მოსმენა ხალხს ხო ძალიან ევასება просто გამომდინარე იქით რომ პატარებიც გიყურებენ და რაღაცებზე ვერ ხურდები ეხლა ხო იქ რაღაც თემატიკის გამო იმის გამო უნდა გქონდეს ეგეთი ფორმატის სარგინად ეგეთი პორნჰაბზე დავდოთ დავაწეროთ რომ რაღაც 17 წლამდე 18 წლამდე არ უყურო კატეგორია იქნებოდა რაღაც Georgian stories მე არ მერიდება ეხლა ეგეთების ნუ მეორე მოდის ვინმე თუ ფიგურირებს ხოლმე შიგნით კიდე იმ ისტორიაში ვისაც შეიძლება გაუტყნეს ეგეც ხოლმე აუ რაც გავიზარდე ისე თან ხო ეს რაღაც ეს მუკი სხვათა შორის მაგარი საყვარელი პოდკასტია ყველა უყურებს და ყველა ზუხარია რომ არავინ არ ის დაგრუზული და ეს იმარაქნა მაგის ეს რო არ ხო და ენაცალოს დედამაც უყურებს და ისინი წოიწია ყველა და მოდი ზმუკიზე ვინ არის და რამე ხო და მაგრამ იცი რა რაღაცებს ამას არ მოწონს მაგრამ ხანდახან ფილტრავთ ხოლმე მაინც რა აი რაღაც მე არ ხანდახან გადადის ხოლმე ანუ ხანდახან ემართებათ ხოლმე ხა ადამიანები ვარ და ვიღაცას წავკბენთან წამოუკბენთან ესე რა იმას სხვა მუსიკოსთან წარსულიდან არანქიდან აი მოსულა ხა წავკბენად არა ხო მაგრამ ხანდახან ანუ გიქნია ეგ ხშირად რომ მოგვიჭრია მაინც რა რო ხერხულად არ გამოვიდეს ხოლმე ვინმესთან ხო ამიტომაც არის კარგი და ზუსტად იცი რომ როცა ჩართო კარგად მიდის. ხო შენ რო თქვი მაგიტომ თქვი ახლა იმიტომ რომ ხშირად მეცაც ვიტყვი ტელევიზორზე ყავში აღარ ლაპარაკობ ტელევიზიის გადაცემები მაგის მეტი არაფერი არ არის. აღარ იხმარება ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ ისინი ხშირად აი რაღაცა ესეთი მყუდრო ვიდეოებიც ამბობ დროს მიდის იმან რაქნას გარჩევაზე. კი. და ჯო რაღაც აღარ შეიძლება უკვე იცი რა ხო და აი მაგაში რო არ შევიდეთ გო გარჩევებში და ეგ დებატები რო არ მოხდეს და მე იმან ამას უპასუხა ამან იმას არა გავეშვით მაგას კი არა და არც ვქენით თავიდან ეგრე გადავწყვეტეთ იმან არა ტინას ფოიშ ნობელბას პატრიოტს ბიჭო ის ხო არა მოქოქოთ რა უიმე ხო აბა ჩვენი ჰერიოს რუბრიკა ხო ძალიან მაინტერესებს თან მოსმენა მართლა სერიოზულად იმიტომ რომ ხო და ეხლა რეკლამაში რაღაც კომპანია რო თქვა არ შეიძლება რა თქვი ჩვენ ბიჭო დანა ვიყიდე ქართული იქ მაგ მაგარი დანები რა შეფის ჩემაც მაგას ჩუქნის ყოველ დაბადების დღეზე იაპონურ დანებს მაგარ ხო და აქ რო დავდიოდი აი ისინი არ წამომიღია ის დანები და აქ ვიყიდე ერთი დანა ქართული წარმოების ჯერ ესე ძალიან გამიხარდა ქართული სატექვია სატე რასაკაიფო დანა სატევ არა ხო მაგის ალბათ მაგის პონჩი ხო და აი ვიყიდე და ისე გამიხარდა რომ აი გავგიჟდი და მაგარის შეფის დანაა ანუ კაი წონა ზომა ყველაფერი თუ რაღაც ხო არის ქართული ჩვეულებრივი ესე არა ეგ ძალიან ესა და არა იაფიანი არა ძვირიანი აი მე ის ვარ მანიაკი ვარ დანების ოღონდ აი დამწყებმა შეფმა რომ აიღოს მივიდეს და ქართული დანა რო ქონდეს კარგი რომელიც აი კარგია კი ძალიან და ძალიან გამიხარდა და ეხლა ეს რო გავიგე ბიჭო ძალიან მიხარია გამზადებულია საქართველოში დიდი ანახე დიდი უფრო მაგარია დაჟე ვერცხლისფერიც არის და შავიც ვაუ და თვითონ დახვევაც და მაგნიტიც აი მაგდენი არ ვიცი ისე სხვა შეს ეგ ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ რომ უფრო
თამამები ვიყოთ რეკლამაში. ხო და გვინდა რომ ჩავრთოთ რამე მუსიკა, რაც არ არის ფართოდ ცნობილი, რომ გავაცნოთ მასებს და მოусმინოთ ჩვენს ძველი შეიძლება? რაც გინდა. ბიჭო, ძველი პირიქით კარგია. აი, მაშინ მე მოვისურვებ. სასურველია ისეთი, რომ არ დაგვასტრაიქოს YouTube-მა. არა მგონია რომ დაგვასტრაიქოს, რა ვიცი. ნატრის ხე ჯგუფი, ფოთოლცვენა. ახლავე. ფანტასტიკური სიმღერაა და ნიკუში, შერო საუნდი გევასება, აქ საუნდია რა. 70-იანები. აი ნახა. ნატრის ხერს ცხილაძე იყო? ხო, აბავე. ცხილაძე, ბასილაია, პატარა ცხილაძე და ჩემი პაშა. საყვარელი სიმღერა იყო ნატრის ხეო, ნატრის ხე. აი, აბა. ცხილაძე ძალიან კაი ვაიბია ხალხს. ძალიან კაია, უკვე კაიან. ეხლა რომ მოდაში არის საუნდი. დაგვრა? საუნდზე ვიცი სადაც არის ჩაწერილი, საუნდით ხვდები. ნუ დიდი გამოსნობა არ სჭირდება, მაგრამ მელოდიაშია ჩაწერილი. ძალიან ბაზზე ვინ არის? ანდრი, ხო? დრამზე? ალიკო. ალიკო. სიზმრების განთა მე სიყვარული თამერსობული ბიჭო, ამ პერიოდში იცი რა მემართება? ეგრევე პირილი მინდა ისე მენატრება, აი მაგ პერიოდის, აი ჩემი მშობლები, ვიღაცები იმ პერიოდში როგორები ციდნენ. და ის სითბო უდარდლობა. 84 წელი. ჩვენი ბავშვო. ჩვენ 79-იანი ხარ? 80. ზუსტად ჩვენ ხელახ. აუ 57-ის როგორ გახდა? 46-ის გავხდი. 46. ძალიან კარგია, ხო? სითბოა და სითბო. აუ მე შენ უნდა მოგასმენო მე სასწაული. და ფილმები მაგ პერიოდში, ესე ჩიორები რაღაცა. და გაგრაში დასვენება და კაფეტერიები, ნაყინი. ფუჟერე. და რესტორნის შემწვარი კარტოშკა, იმასა. პატარა ფოტოსზე შნიცელი, ლიპებიანი ქალები, ესეთი წვები. ბიჭო, ეხა თავაზე დაგომიში დასვენება. და ფირმა მანქანა რო ყავს მამაშენსთან. ბიჭო, სიგიჟე რა იყო? იცი უკრაინაში. აგინდა პოინტ რომ მოძრაობს. ბიჭო, უკრაინაში რო ჩავედით, როგორც კი პოლონეთს გადავკვეთეს, ანუ უბრალოდ ის მატარებელი, რომელიც უკრაინაში შედიოდა და ჩავსულიყავით კიევამდე, ის ძველი ვაგონი ისე და ის ძველი გამცილებელი ქალები. აი, ჩაცმული, აი მასაკის. აი, რაღაც პატარები კი არა 30 წლის, აი რაღაც 45-10 წლის ქალები. აი, იმინა ფილმში მეგობრებო. და შენარჩუნებული ესთეტიკა. აი, მომართვა, დამოკიდებელი ცოტა ისეთი რო არის ასე. არა კომფორტულად რო აცვია ცოტა. ხო, მაგრამ თვითონ ჩხარია ძალიან შეჭი, მაგრამ თავის იმას ვაგონს რო იმას ოთახს რო გაძლევს თუ გადაუხდი და მე თუ გაუსწორებ რო რაღაცებს გაძლევს ცალკე კიდე თბილელს იქიდან რა თავის განჯინით. ხო და აუ, იცი რა, მაგრამ მუსიკას უსის. შენ დააფასებ მგონია მაგრა რა. წინაზე თუ რომელი კაცი გადაცემაში ყვებოდი რომ მამაჩემის ძველი ჩანაწერები ვიპოვე. სადღაც აი ალბათ ეს პერიოდია რა. პროსტა ხა შენ ხო იცი მამაჩემი რა მუსიკას უკრავდა დაახლოებით რა. ნუ ბიტლსის გარდა აი ხო? ეხა ნახე. ვაფშე სხვა რაღაცა უნდა გავაძრო. ეს გინდათ დავტოვოთ, გინდათ არა. მაგრამ ეს რა თქვი ვიპოვნეო? ხო რა. ეხა ბევრი სიმღერა მაქვს რა, მაგრამ ნუ ერთს რომელიმეს ჩავრთავ, რომელიც პირველი შემხვდება რა. არ ვიცი. სულიკა ბაზზე. რამაშიჩუა დრამზე. თუ სულიკა გიტარაზე არის და მირან იობაშვილი ბაზზე, აი რაღაცა ეგეთი რა.
და მამა ჩემი გიტარა. რეზო არ უკრავდა მაშინ ბაზე? შეიძლება მე ვნახავ მოწერილი აქვს ჩიჩუას. გეინაცვა. ცოტა ფანკიცა. გლიჯას ხო? ქართული დავით ბოუია. ძალიან კაი. გიტარისტი როგორ უძლებს? მარტო ერთ ნოტს რო უკრავს რა. მე ვერ გავუძლებდი, რაღაცებს ვიზავდი შუაში. სიგიზი. აუ, ხო მაშინ იყო რა ინფლუენსები. ეს მე მგონი ნელელა ბრუნდება ეს მიმდინარეობა იმაში რა ქვია, ექსპერიმენტალური ფანკი. ესეთი მაგ 5 სიმღერა. და რაღაცნაირად უნდა გამოუცე რა. გაუცილებლად. იქაც მე ბავშვებს რო ვასმენებ ხოლმე რაღაცებს რომ აკვრევინებ. რაღაცებს. მე ჩემი აზრით ეხაც გაზრზევა რომ სხვებთან ერთად რო უკრავ, ანუ ჩაწერილ დრამერთან ერთად ჩართავ და რო აყოლებ, ძალიან მაგარი სკოლაა ეგ. კითხვის შენარჩუნების იმის ამის. ანუ სხვასავით რო უკრავ, პატარაობაში ასწორებს რა. მე ბიჭო ვეღარ დაუკრავს. პროსტა როგორ უნდა მოუშავო მე. გინდა გამოდის ის. მაქიდა როგორ უნდა გამოიყვანო მე. ზერო თავის ინდივიდუალურად განვითარ, აი ეს ინდივიდუალიზმი რო ქონდა. რა შეიძლება ბევრი ინფორმაცია უნდა ქონდეს მოსასმენი და ეგ უნდა მეთქვა ზუსტად რომ ეხლა რო ვასმენებ ხოლმე ჩემ ახალგაზრდა მოწაფეებს ძველ მუსიკას Tower of Power და ხო იცი აი რაღაცა ძველ ფანკს და იგივე თქვათ დევიდ ბოუი იქნება თუ იგივე ჯეიმს ბრაუნი რაღაცებს დასარტყამ ინსტრუმენტის ნიუანსებს ისეთ რაღაცებს შვებოდნენ მაშინ რომ ეხა აღარ ექცევა მაგას ყურადღება. ჩემი აზრით კიდე დასარტყამი ინსტრუმენტი არის ვიღაცასთან ერთად უნდა იყო, არ არის, ხო იცი რომ გამოვიდეს სოლო დაждდეს და რაღაცა მოცარტი დაუკრას ბარაბანში ხარ ვიღაცის ვაკაცი ხარ 100%. ხო რა, ის არა ხარ რომ მარტო გამოხვიდე და რაღაცა პიესა დაუკრა. ინფორმაციული ერიდან გამომდინარე ტექნიკური დაკვრა და ტექნიკური ჯერ ესეც საშუალება და შესაძლებლობა და მე კიდე განვითარება ამ ტექნიკის და სისწრაფე და რაღაცა იმის თითქმის ისე მოედო უკვე ყველას რომ ანუ ინდივიდუალიზმზე ამას აქ რა მოუხდებოდაზე არის ძალიან ძნელი ფიქრი. ეხა მე ნახეთ რას ვიზავარი უფრო. რაც ერთხელ გაგიხარდება ცირკში წახვალ და ნახო მაგრამ ხა სპორტია. ცირკს ხوار ჩართავს ახში რომ მანქანაში. ცეული. ხო და აი ერთი ლექტორი ვინც იყო მასწავლებელი ჩემი ფანკს ვინც მასწავლიდა იყო 76 წლის ჯიმ პეინ მაგარი კაცი რომელიც რამოდენიმე ჩაწერა ქონდა და ტური ქონდა ერთი იმას ჯეიმს ბრაუნთან ერთად ანუ ნაღდი ფანკი ბარაბაში ხო იცი ცოტა ხეთს რო უკრავენ და ბევრ რამბოჩი საერთოდ ნაღდი და 76 წლის გამხდარი ესეთი კაცი და ის კვირაში ერთხელ ხვდებოდა და სულ ძირითადად ბაზრობდა ეგეთ რაღაცეებს ანუ რას უნდა აერიდო რა კარგად რო ისწავლი დაკვრას რას უნდა მოერიდო მე მაგალითად ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია ნოტებით რო ისწავლის ვიღაცა რაღაცას და მე ნოტებს გამოვართმევ და არ იცის რა არც ახსოვს რას უკრავდა დაჟე ანუ მონაწილეობა არ არის მაგ დროს და როდესაც მე ძალიან მაგარი გიტარისტი ვარ აი შენ რო ვერ მოვითმენდიო ძალიან მაგარი გიტარისტი როცა ვარ და გამოვდივარ სცენაზე და თან ვარ ახალგაზრდა აი ეს ერთი ნოტის დაკვრა არ მინდა რა თუ ერთი ნოტის დაკვრა გინდა მე რატომ ეძახი მიხდი დაუძახე მე მინდა რომ ყველაფერი დაუკრა რაც შემინდია და აი მაგ დროს არის ხოლმე ხანდახან იკარგება და იმიტომ ეხლა უფრო იმიტომ რომ Red Hot Chili Peppers-ი ხო იცით ხო ძალიან მაგრები არიან და ყველა მიცის რომ ინსტრუმენტალისტების მაგრები არა სინამდვილეში მაგათმა დაკვრა ისწავლეს რომ შეიკრიბნენ მაშინ ხო პროსტა უკრავდნენ ხო რა არის არც ერთი მაგარი ეხლა რომ იმას
რა ქვია, ჩაცმის სკოლა აქვს დასარტყამის სინამდვილეში არაფერი დასარტყამის სკოლის დასარტყამი არ არის ეგ. მაგრამ Ringo Starr-ის სკოლაც არსებობს, ხო? და იმის მე ხა რაც მახსოვს ადრე რა, ეს ინფორმაციულად რაც მოდიოდა ძალიან ცოტა იყვნენ ეგეთ კაი სასწავლებლებიდან და ერთ-ერთი იყო მაშ Fate No More-ზე ბაზრობდნენ, რომ აი Berkeley-ის ტიპები არიანო და აი განსაკუთრებით. ხო, ცოტა იყვნენ, ხო. ხო, არის პრინცი იყო რაღაც ყველაფერი დამთავრებული ყოლაც რაღაც. სორეს, ყველა სამოუწყო. გეპეის დამთავრებული ყოლა. იდგაიზოში. აკადემია, ყველაფერი დამთავრებული ყოლა. ბიჭო, მაგრამ ჩვენ მაგას აი ნახეთ, ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით, რომ ეგეთი სკოლები არსებობს. მე მეგონა, რომ ეს ყველანი, აი ვინც უკრავენ, აი გინდ Fate No More, გინდ Soundgarden, ვიღაც უყურებს და არა მაგრა უკრავენ, გონია რომ თავისით ისწავლეს. არა და ეგრე გვეგონა ხო? იმიტომ რომ ჩვენ Nirvana-ც გვეგონა რომ არავინ არაფერი არ იცის. ბიჭო, ხო, Nirvana-ში ნასწავლები დიდათ არავინ არ იყო. ის მაგარი ნასწავლებია, ნადან ამეცადინები მე რომ ვკითხო. დრამერი, Dave Grohl. Dave Grohl, ბიჭო. პროფესორია იმენაც რასლობა არ ვიცი. ეგ როკში ეგეთი დრამერი ძალიან ცოტა. ხეცი ბიჭო და ეხა როგორ უკრავს და მღერის вообще სად არის? ის არის პროფესორია აშკარად. აზე ხარ. და როგორი ბარაბანში. კობეინი ბაზრობდა რომ ოი ბონემის ნაირი დრამერი მაშოვნინაო და რეალურად არაფერში არ ჭირდებოდა ბონე. ეხა Nirvana-ში ბონემს რო დაეკრა, ცუდი იქნებოდა იმინა და თურმე Dave Grohl-ს ეძებდა მთელი ცხოვრება რა. მიქაბერიძემ დამარქვა ბავშვობაში გროლი რო გავდი. გავდი შენ. ეს გახსოვს Dave Grohl-ს რო გავდა გადაწეული თმით რო იყო? კი. მაიმუნის სახით. რაღაცნაირად ეს პირის აპარატი ქონდათ ერთნაირი. ხო, იმას რო აკეთებდა ხოლმე აჯმანიერ სცენაზე. ეხაც ვაკეთებ. ბევრად მეც. როგორც ეხა ხო იმისა ბრუსლის ტანზე ხარ. ეხა იმინა გაიხადე. ეს რო დაიშანე იქ ამო კი, ძასვენება, მაგრამ six pack-ი მოგცა, ხო? ფიზიკურად ის ქნა. ეგ კომუტაცია გზელდება. თუ გაიხადა ეგრე. შეკეცილია. კუდი მაქვს. ორი კუდი. შეკეცილი. აბა გაფიცებულიო. კუდი მაქვს სერიოზული. აუგუსტში შევჭერი ჩემპისოს ბოდიში. მეც გადავყარსებ სახში ვინც იყო ბიჭო, ყველა მაწუხებდა ის ეპიზოდი. დურმიშხანის ფოტო რო ანახე. ვაი, შენ შეიცხადე. ვახ, ჩემი ესე თქვა, მაგრამ კარგად არის. ცოცხალია? კი, კაცო, ეგეთი ძალიან გამხდარია და რამდენი წლის არის? ეხა არის 12-ის. ატა, вообще. ან მაშინ ჩვენ მაგ ფოტოზე რო გავკეცლეთ, პატარა იყო ეს. ეგრევე და მაშინ იყო ჯეინი, ახლა ლეკვის ფოტო იყო. ჩვენ მეგონა უკვე აი ზღვარზე იყო რა. ხო, აი ფოტოში კი ფოტოა, მაგრამ აი წარმოვიდგენე რომ კანკალებს. არა, მაშინ დახვდა და იმი მასიური აა, რაღაც ეგრე აღვიქვი. აუ, დურმიშხანის ფოტო კიდე ერთხელ გავუშვა. დათუჩას ზაღლი დურმიშხანი. ხალე ფოტოს თუ იქნება გაიგე. ხო, პასპორტის ფოტოს გამოგიზა. ახალი არ გადამიღია ახლა. გადავიღებ გამოგიგზა. ხო რა. იყა? დურმიშხანი before and after. აქ ამერიკაში წაიყვანა დურმიშხანი. ლეპტოპი არ წამიღია აქ ვისუტოვე. დურმიშხანს ავიყვანე. აქ ვისუტოვე. დედაჩემ მამაჩემთან ცხოვრობდა. აх, დურმიშხანი. ხო, იქ ყველანი ხართ, ეხა თუ არ ხართ წასულები. არა რა, ყველანი შენ, всё. ცოლი? აურნი ხართ. ხო, და პატარა შვილი. ხო. და კიდე სამი შვილი. დიდებს როსლები არიან უკვე, ხო? ხო და აი, ის არის. პრობლემაა. მე დედაჩემი, მამაჩემი რაღაცა სულ გონია რომ ყურადღება აკლიათ ჩემი მამა. ხო, ეს ასაკი რომ მოდის. აუცილებლად შორს წელი. ბიჭო, აი როგორ აგიხსნა, თან ეთქვა ფსიქოლოგიურია ალბათ უფრო ვიდრე აი ჰოლანდიაში რო ხარ, იცი რომ დაждები და ჩამოხარ. ზუსტად. და ახარ. და ეგ დარდიქ ჭამთ. მოშნა. მაგარაღანა. ოკეი. ღრნის. ეს დაბალგაზზე სულ ღრნი. ხო, ბიჭო, იმიტომ რომ აი slow cooker. ის არის, ხო, slow cooker-ია რა. ის არის რა. არათანასწორი ძალიან ცუდი. იქ ვგრძნობ ყველა მხრიდან რომ სოციალურად ვარ მაგარი დაცული მე. რომელიც არა ვარ იქაური, კი. და ამავე დროს გრძნობ რომ ჩემი მოხუცი მშობლები აქ არიან აბსოლუტურად დაუცველები. და შენ ხარ ეხა რეალურად თანამათი ყველაფერი, ხო? ისა რა უნდა მეკითხა რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს რაღაც მარტივი უნარები, თუნდაც მანქანას დაждდება, შეუძლია საშუალოდ კარგად იარსებოს ალბათ, ხო? ისე გამოიმუშაოს, რომ კონდეს მეტნაკლებად ყველაფერი რაც ჭირდება. ექიმიან უბრალოდ აი მანქანაზე დაждობა რატომღაც პირველი მოდის ხომ? მეც ვიჯექ ერთ პერიოდში და რატომღაც მოდის პირველი, იმიტომ რომ მართლა არაფერი არ ჭირდება რა, ახლა
მაგრამ მანქანაზე დაждომაზე minimum wage-ზე ასვლა წვალებაა და minimum wage-ი, ანუ ყველაზე დაბალი ხელფასი კალიფორნიაში არის $25 საათში. 22 და 50 საათში. რაც უნდა ანუ შენ თუ ინგლისური ისი და არ ხარ ეს არმიაც მააცობ $22 ნახევარს იშოვი საათში. რამდენ საათსაც იმუშავებ და რაც შეეხება კადრებს ძალიან ჭირს იქ კადრები. კარგი კადრებზე. კი. აი ეხლა ისევ ჩემს ზოგადზე ვიტყვი ძალიან უჭირს რამდენი ხანია უკვე გაიხსნა და კიდე სულ ეძებს და ეძებს ზებნაში აი ბარისტას ვერ შეულობს რაღაც მიმტანს ვისაც გაბლატავებულები არიან ისმის ჩაიქნევს ხელს წავა სხვა სამსახურში მივა. არაფერი დასაგარგი არა აქ. აქ არ უნდა 22 წავა იქ. აი ეგ არის ერთი ეგ. აი ხა შენ ჩალიჩო კვების აწყობას თქვა რესტორანსა რაღაცას თუ მოაბავ თავს, როცა მოაბავ. შენც ხო გჭირდება ეგ ტიპები მე ქართველები გინდათ არ იყვნენ ხო იმ ზარეული ბიჭო აი ერთადერთი შანსი არის ამ შემთხვევაში ერთადერთი შანსი არის ან უნდა რაღაცა ინვესტიცია უნდა ჩადო და არსებული კაი ტიპი უნდა მოიყვანო საიდანმე ანუ კადრებს უნდა მოაძებნინო ან რისი იდეაც ოცნების დონეზე მაქრო შენ უნდა გაზარდო შენი სტაფი რა შენ უნდა და ერთი საკაიფო ესეთი სინდიკატი უნდა გააკეთო, რომელსაც აი ერთი თუ არის შეფი ვიღაცა ქართველი, უკვე დანარჩენი შეიძლება სხვადასხვა ეროვნების იყოს, უპრობლემოდ თავარია შენ მითების. ხო, მაგრამ აი ისევ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი თქვათ შეფი ხარ შენ. და იცი და რაღაცა და რაღაც სუ შეფი დამხმარე მეჭურჭლე თუ ვიღაცები ხო გჭირდება, აი შენ რომ მაგარი შეფი ხარ და უცებ ის რო პახმელიაზე არ მოვიდეს სამსახურში ამანოვებში დაიკიდოს და წავიდეს შენ რაც არ უნდა მაგარი შეფი მარტო ვერ გაქაჩავ რესტორანს შენი ხელებია იქ ხო ანუ უნდა არსებული კადრი იმიტომ არის სუ იქ ბექგრაუნდ ჩეკი რაზეც არ უნდა მიიტანო ყველა და ისა რა ქვია გამოცდილებას ყველა იმიტომ რომ მე მაიამიში რო ვიყავი ერთდროულად ვიყავი 4 ხუკა ლაუნჯის მენეჯერი და მთელი სტაფი მე მეხებოდა და თვეების განმავლობაში სხვადასხვა ადგილას ერთი ფორტლოდერში იყო და როგორ ახერხებდი აი ეგრე გიჟივით ცოფიანივით დავარბობდი ერთი რესტორანი და მეორეში და მე იქ ოფიცანტი არ მოვიდოდა და იმის მაგივრად მე დამქონდა იმ ქუდით ხუკები და აროში აი თვეების განმავლობაში ყოლია 3 დღე რომ მოვა სამსახურში და მე პროსტა რო ქრება ტელეფონი რო აგდა არ იღებს და რომ მიწერ მე გაბარაზებულზე აი ქართულად იმას და fuck you მოგწერს რა უნდა უთხრა ხა ხო არ დაადგები სახში და ხურს ხარ აუწევ იქაურებზე ელაპარაკი ხო იქაურებ ანუ აი მოვა სამსახურში რაღაც იმიტომ რომ $22 არის მინიმუმი და ამან რო არ იცოდეს ამ ჰუკის დამზადება შლანგი წყლის მისხმა ხო იცის ტუალეტის შესასვლელთან და იგივე სუხტიანი კაც გაიგე ანუ გარშ ყველაფერი ერთ და იგივე ანუ minimum wage არის ეგ და ბოლო თუ არა და გამოიყვანს მანქანას და იტაქსავებს და თვითონ არის თავის შეფი რა და უნდა გაიგვიძებს როცა უნდა და აი ეგ შეყავს ეგ არის შეცდომაში რომ შეყავს ხალხი და მე პროსტა ხმები და ვერ მედიხარ ვერ წინ ვერც უკან და ყველა მანქანაზე ზის მე ხო პროსტა მე ამ მანქანაზე რომ დაждები იმას იზავ სახსა იღებ თუ რაღაცა და всё და მე იწყება ის ამერიკული დალეწილი ეკონომიკა რაც არის რომ 3 დღეს თუ გამაზავ შეიძლება დარჩე ქუჩაში. რო გონია რომ მე ვიქნები ჩემი თავის უფროსი შეიძლება ვერ იყო. იმიტომ რომ არ უნდა გამაზო სუ მოჭიმო this is America ხო იცი? Don't get sleeping აი რა. ეს როთი ჩათვლიმო გაიგუძებ ქუჩაში ჩემოდანზე. I'm afraid of America. მარა რაღაცა რო იცი გესმის? რაღაცას რო იცი, ფლობ. ან იცი რაღაცა, იქ მუშაობ და სამსახური გაქვს. ვარ მივცე, მაგრამ მე და რა იმაში. მეც ეგრე ვიცი ხოლმე, აი ხო 9 ჯერ იქ. ომშფოთა ცოტა. ხო. ცოტა რა. როგორ ვართ? საათი და 25 ის. ნეხუია. კონფეტ. არ ვიცი ბიჭო, მართლა როგორია. აქამდე მოსვლაზეც არ მეფიქრია. არც აქ, იმიტომ რომ ძალიან კარგი. ძალიან ლაღი და საკაიფო ჯერ ესეთ ჩემი ძმები ხართ, საკაიფო ტიპები ხართ და თვითონ გადაცემას მაგარი ის არის. ანუ რო უყურებ, ვაფშე ძალიან კარგად მიდის რა. ესე გონია რომ ამ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ხარ შენც. ვიღაცის კი არ უსმე შორიდან.
რაღაცა იმას მიუწვდომელ ტიპები რო არიან ხოლმე, ხო, ხანდახან ისეთ ინტერვიუს მიცემს, რომ ვიცნობ. ვიცი ვინც არის, რაც არის და ის ხოაზე ხარ, აი მან ზუსტად ვიცი ვინ არის და ვა გამობერავენ ამ სახეს და ისეთ რაღაცებს ის რა ძალა ეგა ვართ რაცა ვართ. რა ძალა გადია, აძალა. მე მგონი კარგები ვართ. რაც კარგები. წავედით. ქროები ხარ, წავედით.